ეკლესია არ უნდა გადაიქცეს პანაშვიდების და სულთათანას გადასახდელად. არა, ეკლესია მკვდრების არ არის მარტო. ეკლესია ცოცხალი ადამიანებისთვის არის. ცოცხალ ადამიანებს უნდა წარუძღვეს წინ. ეს არის ეკლესიის დანიშნულება. ეს თამარ მესხია, ბიზანტინოლოგი, პატრიარქ ილია მეორეს თარჯიმანი და შეიძლება ითქვას მისი მეგობარიც. მან 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმუშავა საპატრიარქოში. ბევრი მოძღვარი ვერ მეტყვის, რომ ჩემზე მეტი აქვს გაკეთებული ეკლესიისთვის. ვერ დაიტრაბახებს. როდესაც ბევრი ხელისუფლების წარმომადგენელიც თავს რო იწონებენ და სულ რომ იქ სანთლებით დგანან. ეგენი რომ სადღეგრძელოებს რო სვამდნენ საქართველოს სადღეგრძელოს და პატრიარქის სადღეგრძელოს ყანწებით, მე ვიჯექი და ღამეებს ვათენებდი და მის ტექსტებს წერდი, ხან ავტოკეფალიისათვის, ხან რა ვიცი, მე სხვადასხვა საკითხებისათვის. ამას მე ვაკეთებდი. ამ ინტერვიუში ჩვენ ვლაპარაკობთ არა იმდენად ილია მეორეზე, რამდენადაც მის მემკვიდრეობაზე და იმ გამოწვევებზე, რაც მან დატოვა ქართულ ეკლესიაში. დღევანდელ პატრიარქს ძალიან დიდი ჯვარის ტვირთვა მოუწევს, არანაკლები ვიდრე ილიამ ზიდა. თავზე ნუ დაგვამხობენ გელათსაც, თავზე ნუ დაგვამხობენ ჯვარს, თავზე ნუ დაგვამხობენ სვეტი ცხოველს, სადაც ისევ წყალი ჩამოდის და იქაც ფრესკები ფუჭდება. ჯერ მარტო ეს სადარდებელი, ეს მოკლავდა ილია მეორეს, მეტი არაფერი არ. ეს ასაკმარისი იყო მის ასიკვდილოდ. ვცდილობთ გავერკვეთ დელიკატურ საკითხებშიც, როგორიც არის რუსული გავლენები ეკლესიაში, სპეცსამსახურებთან კავშირი და სადავო საკადრო პოლიტიკა. კაცო, ქრისტეს იუდა ყავდა და ამას 1000 იუდა ყავდა. ეს რატო არ ქნა? მოგაბჯენ პისტოლეტს აი კეფაში და ერთი რა სიტყვი და რას არ იტყვი მერე გნახავ. ჩვენი საუბრის ნაწილია ასევე ბოლო წლებში ეკლესიის რეპუტაციის დამაზიანებელი ამბები და მომავალი პატრიარქის არჩევნები. მომავალი პატრიარქისგან მინდა რომ ეს ხალხი დაიცვას ფანატიზმისგან. ფანატიზმზე საშინელი არაფერი არ არის. ურწმუნოება ჯობია ფანატიზმს. ინტერვიუ ჩაწერილია 27 აპრილს, ერთი დღით ადრე სინოდის კრებამდე, რომელზეც პატრიარქობის კანდიდატები გამოიკვეთება. მაშინ დავიწყოთ. გამარჯობა ქალბატონო თამარ. მოგესალმებით. როგორ ხართ? არა მიშავს. მე ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩვენთან მოხვედით მეორედ. პირველად ჩვენ ვილაპარაკეთ პატრიარქის დაკრძალვის დღეს, პატრიარქზე და ემოციური იყო ეს საუბარი. ახლა ვინაიდან 40 დღე უკვე გასულია და ახალი პატრიარქის არჩევნებიც კარს მოგვადგა, ვიფიქრე, რომ არის იდეალური დრო იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ ერთი მხრივ პატრიარქის მემკვიდრეობაზე და მეორე მხრივ იმაზე, რა უნდა გააკეთოს ახალმა პატრიარქმა, თუ კი მას უნდა რომ იყოს კარგი პატრიარქი და ეს პრობლემები, რაც არის დაგროვილი, მოაგვაროს და თავიც გამოკვეთოს. და მემკვიდრეობაზე ლაპარაკი დავიწყოთ საკადრო პოლიტიკით, იმიტომ რომ ამ ხალხიდან არის ასარჩევი ახალი პატრიარქი, ხო? ბევრი ამბობს, რომ ეს მისი შეცდომა იყო, ილია მეორესი, რომ ესეთი ხალხი შემოიკრიბა, ზოგი ამბობს, რომ სხვა გზა არც ჰქონდა, ხო? თქვენ 70-იანი წლებიდან უყურებდით, როგორ იკრიბებოდა ეს ხალხი ეკლესიის და პატრიარქის გარშემო, აი როგორ აფასებთ ამ დანატოვარს? სხვა გზა ნამდვილად არ ჰქონდა. არა მარტო პატრიარქს, აბა დააკვირდით ხელისუფლებაში როგორ ხდება ხალხი. აი ესე ხდებოდნენ ალბათ იქაც, მაგრამ აი ამ კადრებით მან შეძლო, რაც შეძლო და საკმაოდ დიდი შეძლო. აი აქ რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი კიდევაც ნეტა რა უნდა ვთქვა, მეთქი იმაზე მეტი, რაც პატრიარქმა თვითონ თქვა. ის იმდენი ხალხი რიგში რო იდგა, უკვე ყველაფერი ნათქვამია. რომ მისი ნაშრომი, მისი ნაღვაწი ქართველმა ხალხმა და არა მარტო ქართველებმა დაუფასეს. ეს საკადრო პოლიტიკაც ასეთია თუ ისეთია, უნდა მივიღოთ. უნდა მივიღოთ და ახალმა პატრიარქმა, მე არ ვიცი რომელი იქნება ის, უნდა გაითვალისწინოს მის გვერდით გავლილი მთელი ეს გზა, შესანიშნავი მაგალითი აქვს და უნდა ეცადოს პირველ რიგში
დანატოვარი არ დაანგრიოს. იმიტომ რომ ძალიან ადვილად შეიძლება დანგრევა, აშენება რთული. და როცა ვამბობ არ დაანგრიოს, მე არ მაქვს მხედველობაში ტაძრები, საპატრიარქოს დიდებული შენობა და სხვა რამე. მე მხედველობაში მაქვს ის სიყვარული ეკლესიისადმი, რაც ქართველ ხალხს გაუჩინა ილია მეორემ, აი ეს შეინარჩუნოს. და რაც მთავარია, შეინარჩუნოს ის ხიდები, რომლებიც ილია მეორემ მოახერხა და სხვა მართლმადიდებელ თუ არა მართლმადიდებელ ეკლესიებთან გადო. შეიძლება ეს შენობები, ეს თქვა ტაძრები განახლებული, ეს ყველაფერი ვხედავთ ამას ჩვენ და ვაფასებ და ვუმადლით, მაგრამ ბევრმა არ იცის, რა დიდი სამუშაო გასწია მან იმ ერთიანობისათვის და იმ ადგილისათვის, რაც მან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მართლმადიდებელთა სრულიად მართლმადიდებელთა ოჯახში დაუმკვიდრა და საერთოდ ქრისტიანულ ეკლესიათა შორის. მინდა იცოდეთ, რომ 1811 წელს, როდესაც ჩვენ ეგზარხოსი დაგვინიშნეს საქართველოში, იმის შემდეგ საქართველოში დელეგაცია არ ჩამოსულა. ერთადერთი შემთხვევაა და გეტყვით იმის შესახებ. ანუ 170 წელი ფაქტობრივად საქართველოს ეკლესია მოწყვეტილი იყო სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებს და საერთოდ ქრისტიანულ სამყაროს. როდესაც 1917 წელს ჩვენმა წინაპრებმა დიდმა კირიონმა, ლეონიდემ, ილიამ აღარ ჩამოთვლი, ჩვენმა საზოგადო მოღვაწეებმა შეძლეს და გამოაცხადეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია 12 მარტს, ახალი სტილით 25 მარტს. ამის შესახებ სულ რაღაც ცოტა ხანში, ანუ ეს იყო დაახლოებით ოქტომბრის თვე, იმიტომ რომ მაშინ კირიონი აქ არ ბრძანდებოდა გამოცხადების დროს და შემდეგ რო ჩამოვიდა პატრიარქად აირჩიეს, ოქტომბრის თვეში პატრიარქად არჩევიდან ერთ კვირაში დააგზავნა წერილები მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებში და თანალოცვა და თანადგომა ითხოვა. პასუხები არ მიგვიღია. ეხლა არავინ არ იცის პასუხები დაიკარგა თუ რა მოხდა, ეს არავინ არ იცის. ყოველ შემთხვევაში საპასუხო წერილები არ არსებობს ჩვენს არქივში, არც ერთი. მაგრამ ვრცელდებოდა წერილები, თითქოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო წერდა, ეს რა უგუნურება ჩაიდინეთ, ეს რა ქენით, თქვენი ადგილი რუსეთის ეკლესიასთან ერთად არის, ასევე წერდა თითქოს ანტიოქიის პატრიარქი და ასე შემდეგ. ეს ვრცელი საკითხი, ეხლა ამაზე აღარ შევყვდები. და შემდეგ სულ ცოტა ხანში იცით, რომ კირიონ მეორე ვერაგულად მოკლეს. ამის შემდეგ საქართველოს ეკლესიაში იყო ძალიან დიდი არეულობა, დაპირისპირებული იყო სხვა სამღვდელოება ერთმანეთში. მიუხედავად ამისა, 1919 წელს საქართველოში ჩამოვიდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის დავალებით ტრაპიზონის მიტროპოლიტი ქრისანთოსი. და მას ჰქონდა დავალება, რომ აი რა ხდება საქართველოს ეკლესიაში გაერკვიეს, საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა ამასობაში 1918 წელს და გაეცანი და ნახე რა ხდება ადგილზე. მართლაც ქრისანთოსი, მე მისი მემუარები მაქვს წაკითხული, იქიდან გავიგე. ქრისანთოსი ძალიან კარგად ახასიათებს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც და ეკლესიის წარმომადგენლებსაც და სხვათა შორის მოუწოდებს სინოდს, რომ უნდა დაუბრუნდესო საქართველოს ეკლესია იმ ადგილს, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში გააჩნდა. ქრისტიანულ სამყაროში. ქრისტიანულ სამყაროში და მართლმადიდებლურ სამყაროში, ანუ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაზე ლაპარაკიც კი არ არის. ეს, ესე იგი, რაღაცნაირად ცხადია და მიღებულია. მაგრამ მაშინ კონსტანტინოპოლშიც არ იყო მშვიდობა, ინგლისის ჯარი იყო შესული. პატრიარქი, კონსტანტინოპოლის პატრიარქს რაღაც მოუწყეს იქ, ისეთი რამ, რომ ლიტურგიის დროს გულმა უმტყუნა, ცუდად გახდა, წაიქცა და იმის შემდეგ
დაუძლურდა ეს ადამიანი, გადადგა კიდევაც პატრიარქობიდან და გარდაიცვალა. და დარჩა უპატრიარქოთ. ამ უპატრიარქოს სინოდმა მაინც გამოაგზავნა წარმომადგენელი და მაინც დაინტერესდა საქართველოს ეკლესიით. მაგრამ ამასობაში მოვიდა 1921 წელი და საბჭოთა ოკუპაცია და ჩვენ ისევ მოვწყდით გარე სამყაროს. ამიტომ ვამბობ, რომ 170 წელი, აი ქრისანთოსის რაღაც 2-3 დღიანი ვიზიტი, ერთი უბრალოდ დაზვერვითი რომ რა ხდება ამ ეკლესიაში და ამის შემდეგ ისევ შეწყდა. ეს ამდენი ხნიანი ეს წყვეტილი აღადგინა სწორედ ილია მეორემ. აი მის დროს 80-იან წლებში ისეთი ინტენსივობით ღებულობდით დელეგაციებს პირდაპირ წარმოუდგენელია. მაშინ ჩამოვიდა ალექსანდრიის პატრიარქი. კონსტანტინოპოლის დელეგაცია იყო პირველი 78 წლის 6 მაისს, რომ მისთვის მიელოცა პატრიარქობა, მაგრამ ამის შემდეგ იყო ათონის გუბერნატორი, ამას მოყვა ალექსანდრიის პატრიარქი ნიკოლოზ მე-6-ის ვიზიტი, იერუსალიმის პატრიარქი ისე 91-ში, ორი პატრიარქს უმასპინძლად 91 წელს. მერე მოყვა ამას პართენიოსი, შემდგომი ალექსანდრიის პატრიარქის ვიზიტი, 86 წელს ათონის მთის ბერები, 25 ბერი ერთად ჩამოვიდა. და ეს რას ნიშნავდა, რომ მარტო ერთთან, მარტო ივერიის მონასტერთან კი არა, 20-ვე მონასტერთან უკვე ჩვენ კავშირი დავამყარეთ და მათთან უკვე გქონდა ურთიერთობა. ასე გრძელდებოდა მერე. და აი ეს ურთიერთობები ისე კარგად დაალაგდა, ისე კარგად აეწყო 90-იან წლებში, იმ გაჭირვების წლებშიც კი მსოფლიო პატრიარქს უმასპინძლეთ ორჯერ. ასე რომ ერთი წუთით არ შენელებულა ურთიერთობები მართლმადიდებულ სამყაროსთან და რა თქმა უნდა აი ამ სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთანაც. იმიტომ რომ პატრიარქი იყო ძალიან გახსნილი. არ იყო ეს შიშები ზოგიერთი მოძღვრიდან მესმის ხოლმე, რომ აი ის კათოლიკია, იმისგან შორს იყავი, ის მუსლიმია, იმასთან არა. ეს არ იყო, ამ ადამიანს ეს არ ქონდა. ეს იყო გახსნილი ყველასთვის და მე შემიძლია გითხრათ, რომ მე მგონი არც ამ სხვავებ და ყველა ერთნაირად უყვარდა. მგონი კი არა, ასე იყო. და მე საგარეო განყოფილებაში რომ მუშაობდი, როცა ვხედავდი თვითონ როგორი განწყობით ხვდებოდა ამ ხალხს, მეც ისეთივე განწყობით ხვდებოდი, მეც ისეთივე სიყვარულით ხვდებოდი. აი ფოტორებს რომ ვუყურებ, ყველგან ვიღიმები. კი, ახალგაზრდა ვარ, პატარა ვარ, მაგრამ სულ გაღიმებული რატო ვარ? იმიტომ რომ გრძნობდი, რომ სიყვარული უნდა მეჩვენებინა ამ ხალხისთვის, როგორც თვითონ აკეთებდა ამას. ფოტოები ვინაიდან ახსენეთ, კი შედარებით ნაკლებ მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ მაინც გითხავთ, ფოტოებზე თქვენ არ გახურიათ ეს რაღაც თავსაბურავები, რომელიც ახლა ეკლესიაში შესვლისას აუცილებელია, ხო? შეიძლება რიგ ეკლესიებში არ შეგიშვან კაბის და თავსაბურავის გარეშე, ხო? და თქვენ რაღაც პატრიარქთან, პატრიარქებთან, მაღალი სასულიერო წოდების ხალხთან სრულიად სამოქალაქო ადამიანის ჩაცმულობით ხართ, ხო? და გარეგნობით წარმოდგენილი. როგორ ხდებოდა ეს? ანუ არ იყო პროტოკოლის ნაწილი? არა, არ იყო. ეს შემოვიდა 90-იან წლებში. საერთოდ უნდა თავზე დაგვეხურა, ეს ვერც კი წარმოგვედგინა. და არ უსაუბრია, მით უფრო რომ იმ წლებში ის ყოველდღე ეკლესიაში იყო, ესე არ იყო, რომ ვთქვა დიდ დღესასწაულებზე. მე საბერძნეთში რომ ჩავედი და მკითხეს სხვათა შორის, ერთმა მღვდელმთავარმა მკითხა, წელიწადში რამდენჯერ წირავს პატრიარქიო? გავუცდი, რას ქვია წელიწადში რამდენჯერ წირავს მეთქი? ჩვეულებრივ პატრიარქებიო დიდ საუფლო დღესასწაულებზე წირავენო. ანუ 12ჯერ და რას ამბობთ მეთქი? ჩვენი პატრიარქი კვირაში 5 დღე ეკლესიაშია მეთქი და რას ამბობო? და აბა სხვა საქმეებს როდის აკეთებსო და რა ვიცი, მე ვთხარი ბევრ ამის აკეთებს და ასწრებს, მაგრამ
ყოველთვის სუტაძარშია შაბათს, კვირას. შაბათი კვირა ხო არ გაუცდენია, რომ წირვა არ ჩაეტარებიოს და ახლა დიდი დღესასწაული და ისა და გარდა მაგისა მოიგონა ორშაბათს ბავშვების დალოცვის დღე, სამშაბათს გადაგების დღე, ხუთშაბათს პარაკლისის დღე და ნუ არ ვიცი, სუტაძარში იყო. აი ეს ფაქტობრივად ჭირდებოდა მას. თავიდან აუცილებელი იყო, იმიტომ რომ ამაზე რომ დავფიქრდი, აბა დაფიქრდით, პატრიარქი, როდესაც პატრიარქი გახდა, მას ხო აქ მრევლი არ ყავდა, მას ხო თბილისში არც ერთ ეკლესიაში მოძღვრად არ ყოფილა, რომ იქ 5-10 ადამიანი მაინც ყოლოდა მრევლად, ხო? ჩამოვიდა, ესე იგი, სნოში დაიბადა, ვლადიკავკაზში ისწავლა, მერე მოსკოვში წავიდა, იქ განათლება მიიღო, დაბრუნდა, ცოტა ხანი იქ აფხაზეთში მუშაობდა, რამდენიმე წელი იქ ეფრემ მეორემ სამოძღვრო კურსები გახსნა და იმის ხელმძღვანელობა ჩააბარა. მერე ბათუმში იყო, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ღვდლად. მერე გახდა ბათუმ შემოქმედელი და სულ 3 წელი იქ იყო, მერე აფხაზეთში წავიდა. თბილისში ჩამოვიდა ფაქტობრივად მისთვის უცხო გარემოში, ხო? თანაკლასელი აქ არ ყავდა, თანაკურსელი აქ არ ყავდა, ბიძაშვილი და მამიდაშვილი. და არავინ არ ყავდა, ხო? ჩამოვიდა და უცებ გახდა პატრიარქი. გინდაც უცხო ქვეყანაში გამხდარ ხარ თითქოს, აი ამაზე ეხლა დავფიქრდი და აი რანაირად ეს ხალხი ხო უნდა მოეზიდა ეკლესიაში მრევლი და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ის ყოველდღე ღვდლის საქმეს ასრულებდა, პატრიარქისას კი არა, თუმცა არც ეს ჰქონდა, იმიტომ რომ სწორედ იმ წლებში გაამშვენა სიონი, რომელიც ეხლა დიდებულად გამოიყურება, ასეთი არ იყო. თქვენს თაობას ეგ არ ახსოვს იქ სახლები რო იყო მთელ ეზოში, სანაპიროს მხრიდან ვერ მიხვიდოდი, იქ სულ სახლები იყო, ორსართულიანი, იტალიური ეზოს ტიპის იყო და შუაში დიდი ონკანი და ყველა ერთად რო რეცხავდა იქ მთელი იქ ვინც ცხოვრობდა იმ ონკანზე და აი თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა სადაც აიყვანეს ეს ხალხი? აი მისი მეცადინეობით, მისი მცდელობით, ნელ-ნელა ყველას ბინა მისცეს ყველა, მაგრამ ამას ესე ხო არ იყო პატრიარქმა თქვა და იმ წუთში ყველაფერი გაკეთდა, თან უგავიწყდებათ რომ მაშინ იყო ათეისტური სახელმწიფო. ეხლა ბოლო წლებში რაღაც პატრიარქის სიტყვას თქვათ კიდე უფრო ისმენდა ეს ხელისუფლებები, ნუ და მაშინ ეხლა ამ ხალხის გაყვანა იქედან და სიონის ისეთ წარმოჩენა, როგორიც ეხლა არის, აი ეს ხო წარმოუდგენელი იყო, რომ შემოდიოდი, ვერ შემოუვლიდი ტაძარს ლიტანიობის დროს, არ იყო სანაპიროს მხრიდან ეზოში, სულ ეზო იყო, სულ ესე იგი სულ ხალხი იყო იქა და იმ ხალხსაც წასვლა არ უნდოდა, კარგი ადგილი იყო სიონის ეზოდან წასვლა. ამ ხალხის დაყოლიება, თან ცუდ ადგილას ხო არავინ არ წავიდოდა, იმათთან საუბარი, ხელისუფლებასთან საუბარი, იმის ჩანერგვა, რომ ეს ძალიან დიდი საქმეა, რომ თქვენ ეკლესიას ეს დაუთმოთ აქ ეს ადგილი და ეს ეკლესია ისედაც თქვენ გეკუთვნის და ახლა ამას ძალიან დიდი შრომა ჭირდებოდა, ხო? თუმცა მე ეკლესია აზარში შევიდა და იმდენი მიწა ქონება და მაგასაც გეტყვით მოიპოვა, რომ ხო? ხო და ეს ყველაფერი ხო გაკეთდა მაშინ და აი ეს ნაბიჯ აკეთებდა და მაშინ ყველაფერზე ისე ვუბრუნდები იმ თავსაბურავის საკითხი არ დამვიწყნია და მაშინ არ იყო ამაზე ლაპარაკი, ყველაფერს გვასწავლიდა, აი ყველაფერს იმდანაც რომ დადგებოდა და აი ახლა მე ვიტყვი მამაო ჩვენოს და თქვენ გაიმეორეთ და დაიწყებდა იწყოდა მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათა შინა და მთელ სიონის მრევლს უნდა გაემეორებინა. ასე ასწავლა მრევლს მამაო ჩვენოს ეპირად. წიგნები არ არსებობდა, სახარება არ არსებობდა, არაფერი არ არსებობდა, ხო? ხო, ამაზე წინაზეც ვილაპარაკეთ, ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ ქართულ ენაზე სახარება იყო შეუძლებელი. არ არსებობდა. ხო და მე რაღაცეები დააბეჭდინა ისე
იმით საბეჭდ მანქანაზე და გარეთ მაგიდა იდგა და მიდიოდა ხალხი და გადაიწერდა ხოლმე ლოცვებს და რიგი იდგა იმ ლოცვების გადასაწერად და ესეთი ამისი წარმოდგენა თქვენს თაობას არ შეუძლია. და აი ამ თავსაბურავების საკითხი შემოვიდა 90-იან წლებში. იგივე მრევლი, რომელიც მაშინ აი მართლა ძალიან კარგი და აი განათლებული საღი ადამიანები იყვნენ და ერთმა ქალბატონმა კითხა, რომ აიო გვითხრესო, რომ ეკლესიაში უნდაო თავზე გეხუროსო. ხო და პატრიარქს ესე გაეღიმა და იცით რაო, ეკლესიაო, გარდა იმისაო, რომ მოდიხართ, ვთქვათ, წირვა ლოცვისთვისო, ძველათო, ხო არ იყო ოპერა, თეატრი ესა და როცა წირვა დამთავრდებოდაო, ეკლესიის ეზოში ხდებოდა გადანახულებებიო. ერთმანეთს ახვედრებდნენო ქალვაშსო და თუ ერთმანეთი მოეწონებოდათო, მერე ოჯახი იქმნებოდაო. თუ ქალსო თავზე ეხურა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ ქალს პატრონი ყავს და რომ ესე იგი ის გათხოვილია და იმ ქალს არ უნდა შეხედო და ვისაც თავზე არ ეხურაო, ისო მოკლედ ერთი სიტყვით ის ისედაცო ნებისმიერ სიძი ხედავდაო მასო და მეო გაკურთხებთო, რომ რა კი ასეო თქვენ თვითონ წამოწიეთო ეგ საკითხიო, მაშინო გათხოვილებმა დაიხურეთო და გასათხოვრები ნუ დაიხურავთო. რო დამთავრდება წირვა ლოცვა, გაიცანით ერთმანეთი კარგი ქრისტიანული ოჯახი შექმენითო. აი ეს იყო მისი პასუხი. მე მგონი რაღაც აი ძალიან ლოგიკური და ძალიან კარგი პასუხია ეს. და საიდან მოვიდა მერე ეს სიმკაცრე, რომ თავდაუბურავ ქალს ეკლესიაში არ შემოუშვებ შორტებიან ბიჭს? საერთოდ ჩვენს ეკლესიაში ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ, რაც ავტოკეფალია მივიღეთ. სანამ ავტოკეფალიას მივიღებ და სანამ საბჭოთა კავშირი არსებობდა, საბჭოთა კავშირის პირობებში, ადამიანებში, ყველაში არსებობდა თვითცენზურა. გინდოდა, არ გინდოდა, დიდი თუ პატარა, იცი, ყოველ სიტყვას აკონტროლებდა. მე ჩემს თავზეც მაქვს გამოცდილი, იმიტომ რომ იცოდი, რომ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა აი ამ სიტყვებს. როდესაც ჩვენ ავტოკეფალია მივიღეთ, ჯერ კიდე არ იყო დაშლილი საბჭოთა კავშირი, მაგრამ უკვე რუსეთს შეეშინდა ამათ ავტოკეფალია მიიღეს, ესენი თავისუფლებისკენ ისწრაფვიან, ხო და გამოგზავნეს ემისრები, ვიღაცები, სტარეცები, ვიღაც ისეთი ხალხი, თითქოს არც არასასულიერო პირები, მაგრამ საკმაოდ კარგად ჩახედულები, კარგად რო იცოდნენ სახარება, ბიბლია და ისა. და ამათ სხვათა შორის საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა გადაიბირეს. ძალიან ბევრი. ანუ კარგად იმუშავეს. კარგად იმუშავეთ, ისეთი კარგი ღვთლები რაღაცნაირად განარიდეს საპატრიარქოს, განარიდეს. ერთ-ერთი დაჯგუფება სხვათა შორის ეხლაც არის სადღაც ზედაზენზე. და იქ ზედაზნის მონასტრის მოპირდაპირე მხარეს აი ესეთი მკაცრი რაღაც ამ კანონების მიმდევარი და აი ჩვენგან წაყვანილი, ჩვენგან ეს კი ჩვენი საუკეთესო სასულიერო პირები აი ეს ისაკეს მიიღეს, კი. და სხვათა შორის რა არის იცით, აი ამ მართლა საუკეთესო და კარგების გადაბირება ადვილია რატო? ვინც არ კითხულობს, ვინც ცოტას კითხულობს, ვინც სიღრმეებში არ ეძებს პასუხს, ის მისთვის რასაც ეტყვიან, ის არის და ეს არის მოცემულობა. სწორედ ისინი, ვინც ძალიან უნდოდათ გაცნობიერებული იყვნენ ამ ქრისტიანულ სწავლებაში, მის ისტორიაში, მის იმაში და როდესაც აქ არასწორი ისა თან არგუმენტები რომ მოაქვს და ისა ძალიან ადვილად გადაიყვანეს თავიანთ ჭკუაზე, ძალიან ადვილად გადაიბირეს, ჩამოაშორეს. ამიტომ ეს თავსაფარის დაფარვა არის თუ
ნუ რა ვიცი, ბევრი ისეთი, აი მე მაგალითად დღეს ცოტა არ იყოს მიჭირს ეკლესიაში ვერ დადგები ვიღაცა, მაგრამ ასე ნუ დგეხარ ისე დადექი. იქით არა, იქეთ არ ქნა, ფეხი იქეთ არ გადადგა, ზურგით აქეთ რატო დგეხარ, პირით იქეთ დადექი. ისეთი ადამიანები მასწავლიან, რომ თითქოს მე ეკლესიაში საერთოდ ნამყოფი არ ვარ და არ ვიცი. და ამ დროს გიჩნდება პროტესტი, აი მე მაგალითად მიჩნდება პროტესტი და არც თუ იშვიათად რაღაცა ჭუბით დავდება ხოლმე ესეთი შეგონებები სატანა არ შემიძლია. ეს აფრთხობს, ვთქვათ, ახალგაზრდას. არ შეიძლება ასე, მე გეტყვით, მე როცა ჩამოვედი თბილისში, მე ბათუმიდან ვარ წარმოშობი და მე რო სტუდენტი გავხდი და პირველად რუსთაველზე რო გავიარე და რაღაცა და დავინახე ქაშვეთის ეკლესია, შევედი ეკლესიაში და შესული არ ვიყავი. ერთი ღვდელი გამომენთო, რომ შარვალი რატო გაცვიაო, თან იყო ზამთარი, მეცვა პალტო, პალტოს ქვემოთ ეხლა მე შარვალი მეცვა თუ კაბა რა მნიშვნელობა ქონდა, ხო? ეს ხო არ იყო ვთქვათ ზაფხული, რომ რაღაცა გამომწვევი ჩაცმულობა ყოფილიყო. ხო, ნუ სექტემბერში გავხდი სტუდენტი, სადღაც ნოემბერი იქნებოდა, რომ რუსთაველზე მომინდა ქაშვეთში შესვლა. ამან დამაბრკოლა და მე საერთოდ სანამ არ დამიძახეს საპატრიარქოში სამუშაოდ, მანამდე ეკლესიაში არ შევსულ ვარ. იმ ქაშვეთის გამო. არც ვიცი ვინ იყო მაშინ იქ, რომელი ღვდელი იყო, მაგრამ ამან ისეთი თან ისე მიყვირა და ისე რაღაცნაირად დამელაპარაკა, რომ იმის შემდეგ ეკლესიისკენ არ გამიხედავს. ბათუმში რო ჩავდიოდი, მაშინ დავდიოდი იქ რატომ? იმიტომ რომ იქ ბავშვობიდან ვიყავი მიჩვეული, ბებიას დავყავდი, სულ თან ის ეკლესია სასაფლაოზეა. ხო და იქ დავყავდი ბებოს, ახლოს იყო ჩვენ სახლთან. და იქ დავდიოდი მასთან ერთად, ან მარტოც მივსულ ვარ. თბილისში არც ერთ ეკლესიაში არ შევსულ ვარ. არ შეიძლება ასე. ქალბატონო თამარ, ეს ტალღა, აი რუსეთიდან ჩამოსული ემისრები, როგორც თქვენ თქვით, ერთი ტალღა იყო, რომ გადაებირებინათ რაღაც რაოდენობის სასულიერო პირები და მერე მათ ემუშავათ უკვე ამ წესებით, თუ მუდმივი პროცესია? იცით რა, ახლა ზუსტად ვერ გეტყვით, ახლა იყო ის ადამიანები, ვთქვათ, ვინც პირველი ჯგუფი გადაიბირა, ის დღესაც ცოცხალია და აქ არის გადაბირებული, ხო და სულ ვიღაცები ყოველთვის ჩამოდიოდნენ, ყოველთვის რაღაცებს ავრცელებდნენ. მე ამ შინაურ საქმეებში ნაკლებად ვერეოდი, საერთოდ რა ხდებოდა, იმიტომ რომ მე ყოველთვის ძალიან დატვირთული ვიყავი საგარეო საქმეებით, იმიტომ რომ ეს მიმოწერა ხო არ ჩერდებოდა, ამდენი ეკლესიიდან მოდიოდა წერილები. ეს უნდა თარგმნილიყო ქართულად, მერე პატრიარქი ვთქვათ პასუხს დაწერა, ეს უნდა თარგმნილიყო ბერძნულად, მერე ეს უნდა დროზე გაგზავნილიყო, მერე დელეგაციები და მე ფაქტობრივად დროც არ მქონდა, სურვილის რომ მქონოდა, მაგრამ არც სურვილი არ მქონდა, ვთქვათ. თქვენსავით სხვა თარჯიმნები ყავდა სხვა ენებზე, ვთქვათ? კი, როგორ არა, ინგლისურის ყავდა და გერმანულის ყავდა. ძალიან კარგად მუშაობდა ინგლისურის თარჯიმანი ნამდვილად. მაგრამ აი ინგლისურის თარჯიმანი თავიდან აი დასაწყისში მაინც 1-3-4 გამოვიცვალეთ. ბოლოს რაღაცნაირად დასტაბილურდა ეს მდგომარეობა, მაგრამ მერე უკვე ამ 90-იან წლებში ისე გაჭირდა, ისეთი ძნელი იყო ეს ცხოვრება, რომ იმათაც რაღაც სხვა სამსახური მოძებნეს, იმიტომ რომ საკუთარი ოჯახები ჰქონდათ სარჩენი. არავინ არ იფიქროს, რომ საქართველოს ეკლესიას 90-იან წლებში არ უჭირდა და მაშინ არ ჰქონდა რა ხელფასის გაცემა. ფინანსური ინტერესი აქ არ იყო. აი მე მაგალითად რაღაცა ღვთის განგებით სწორედ 91 წელს აღმოჩნდი საბერძნეთში. თეოლოგიის ფაკულტეტზე სტიპენდია დამინიშნეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ მე იქ ვიყავი, მე ერთი წუთით არ შემიწყვეტია საპატრიარქოსთან კონტაქტი. აი ეს წერილები, ყველაფერი რაც მოდიოდა,
თელ შეკვრას მიგზავნიდნენ იქ, მე ამას ვთარგმნიდი და უკან ვაგზავნიდი და ეს ჩვეულებრივი პოსტით მოდიოდა. მაშინ ხო არ იყო ემეილი, არაფერი, პოსტით არა. ამას ვატანდი ხოლმე. ერთი ბერძენი ის იყო, სხვათა შორის საცხონოს ღმერთმა მძღოლი, ავტობუსით რომ მიყავდა, მოყავდა ეს ხალხი და იმ კაცს ვთხოვე, რომ აი წაიღე მეთქი და ჩემი დიშვილი ან ჩემი მეგობარი მოგაკითხავს და მიიტანს საპატრიარქოში და ასეც ხდებოდა, მაგრამ ერთხელაც ვერ მისულან აქ რა პირობები იყო, ხან მეტრო არ მუშაობდა, ხან ტრანსპორტი არ იყო. ხო და ერთხელაც ეს კიდე ისე გულთან მიიტანა, რომ ამდღარად ამ თავისი ამ 5 მეტრიანი ავტობუსით მივიდა და მიიტანა. და მე მითხრა, არ მინდაო არავისი შუამავლობაო და ნუ რა ვისო, მე თვითონ მივიტან და მე თვითონ წამოგიღებ. და დადიოდა ავტობუსით ასე დადიოდა და აი მართლა რა საოცარია ეხლა სად გამახსენდა, რომ ამ ადამიანმა ერთი კაპიკი არ აუღია, ისე მიქონდა და მოქონდა ეს წერილები. და ესე მიწყობდა ხელს და არა მარტო მე და თან ეს ეკლესიის საქმეაო რომ გაიგო, ეს მისთვის ძალიან დიდი ის იყო. პატივი. კი, პატივი. გარდა ამისა, მაშინ ისეთი სირთულეები იყო, რომ მახსოვს ხანდახან დელეგაციაც ვერ აგზავნიდნენ, კონფერენციები რო ტარდებოდა საქართველოდან. ხო და რამდენჯერმე მე წარმოვადგინე ისა და არ ვიცი ეს რამდენად ის არის, ერთხელ იყო ერესების საკითხზე ეხებოდა და სწორედ აი საბჭოთა კავშირი რო დაინგრა და რო აირია ეს ყველაფერი ხალხის ეს მიგრაციის ტალღა წავიდა, წამოვიდა და ეს ერესები, ეს სექტები მაშინ ცდილობდნენ რომ მიეზიდათ ეს ხალხი ამ სექტებს და მახსოვს კუნძულ მიტილინეზე ჩატარდა ძალიან დიდი კონფერენცია და მაშინ მე წარმოვადგინე საქართველოს ეკლესია და რომ დაიწყო კონფერენცია, ჯერ გამოვიდა რა თქმა უნდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელი მიტროპოლიტი, შემდეგ ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, შემდეგ რუსეთის და მე ეს გამოაცხადეს საქართველოს ეკლესია. პატრიარქების მერე თქვენ. და მე მიტროპოლიტების შემდეგ მე და რო დავიწყე ახლა მივესალმე დარბაზს და ხედავ რომ არავინ არ მისმენს და ჩოჩქოლია დარბაზში და გავჩერდი რო გავჩერდი გამოიხედნენ და იცით რა მეთქი ძალიან დიდი ბოდიში მეთქი თქვენ ალბათ მეთქი ცოტა შეცვით მეთქი რომ ამდენი მიტროპოლიტის შემდეგ გამოვედივარ მე და მე ვლაპარაკობ საქართველოს ეკლესიის სახელით, მაგრამ ჩემს ეკლესიას არაფერი არ შეშლია მეთქი მე რო გამომაგზავნა, იმიტომ რომ ერთადერთი ეკლესიაა მეთქი, რომელიც სადაც ქალმა იქადაგა ქრისტიანობა და რომელიც ქადაგების საფუძველზეც დაარსდა ეკლესია მეთქი. ასე რომ თუ შეიძლება მომისმინო მეთქი, ნუ ამას ტაში მოხვა. გაისუსტრენ და მისმინეს, მაგრამ რაც მთავარია, ხო მომისმინეს. ნუ ახლა ჟურნალისტებმა რო ჩამიგდეს ხელში. რამდენ არხზე ვილაპარაკე, რომ აბა საქართველოს ეკლესია, აბა ქალს თურმე მიტროპოლიტის დონის ის ქონია უფლება. ნუ ეს მოეწონათ, ნუ არ ვიცი, იქვე ჩამწერეს, მე სხვადასხვა სტუდიებში. იმდენად რომ მე უკვე რო ჩამოვედი და ტაქსს ვაჩერებდი, რომ სახლიდან, იმ კუნძულიდან და გემიდან გადმოვედი სახლიდან, მივიდივარ ტაქსის ბრძოლი მეკითხება, რომ თქვენ ქართველი ხართო და დიახ მეთქი და თქვენი ლაპარაკეთო კონფერენციაზეო და დიახ მეთქი და საიდან იცი მეთქი და ტემბრი გაქვსო ხმის ისეთიო და მივხვდიო ეს რა კარგად ილაპარაკეო რაღაცა მიმიყვარა და ფული არ გამომართვა. ეს რომელი წელია 90-იანებია? ეს არის 94 წელი. არ ვიცი ეს უნდა მომეყოლა თუ არა, მაგრამ აი ყველანაირად მე არ მოვწყვეტი ვარ, ანუ ყველანაირად ვცდილობდი რომ კავშირი არ გამიწყვეტია, აქ ვიყავი თუ არ ვიყავი, მაინც საქართველოს ეკლესიის საქმეს ვაკეთებდი. ასევე სხვა კონფერენციებზეც ბევრგან კი, ავსტრიაზე მინდა და მეკითხა, მაგრამ ეს ძალიან საინტერესოა, ახლა თქვენ რაც თქვით, იმიტომ რომ ერთი მხრივ აი თავდასაბურის არ იყოს რაღაცნაირად
ეკლესიაში და ეკლესიის სახელით ქალებს მუდმივად მეორე ადგილს უჩენენ ხოლმე, ხო და რაღაც ითვლება, რომ ეს მაინც კაცებით დომინირებული სივრცეა, ხო, სადაც ხალი უნდა დაემორჩილოს კაცს. ქმარს, პატრიარქს, ხელისუფალს, არ ვიცი, ვიღაცა კაცს. და მეორე მხრივ ეს თქვენ რაც თქვით, ქართული ეკლესია მე მგონი ქალების მიმართ ეგეთი რეპრესიული იარაღიც არ უნდა იყოს, ხო? ჩვენ წესებს და ისტორიას თუ გავითვალისწინებთ და მე ვიცი რომ თქვენი კვლევის ნაწილი იყო ეს ქალების როლი ეკლესიაში და რა გაქვთ ამ მიმართულებით სათქმელი? ამაში სხვათა შორის მადლობა უნდა გადაუხადოთ პატრიარქს, რომ ქალის როლი საქართველოს ეკლესიაში ხო, მაგრამ ეს ხო პატრიარქამდე ბევრად ადრე, ხო? არ იყო პატრიარქამდე ბევრად ადრე. აი, რა ვიცი, წმინდა ნინო ხო ადრე იყო. წმინდა ნინო კი ბატონო, წმინდა ნინო ჩამოვიდა და იქადაგა. ხო, მაგრამ ის შუშანიკის წამებაში რო არის, ოდეს ყოფილა არსაკამომდე, თუმცა მამათა და დედათა პური ერთად ეჭამოს. მაგრამ ბავშვი შუშანიკი უფრო ყოჩაღი ქალია ვიდრე მისი ქმარი. ქალბატონ თამარ, აი უკან გადაგასკუპებთ, რადგან საგარეო ამბები იყო თქვენი მთავარი, მე სულ მაქვს ეგ შეგრძნება ამ ეკლესიის ისტორიას რო უყურებ, რომ რაღაცნაირად რაც ქვეყანაში ხდება, მაგას წინ უსწრებს ხოლმე ეკლესიაში ამბები. აი როგორც მაგალითად ავტოკეფალიის გამოცხადება 17-ში და მერე დამოუკიდებლობის გამოცხადება, ხო? მერეც ტომოსის მოპოვება და ხელახლა დამოუკიდებლობა. და ასევე მე მგონი მარტო კაი ამბები კი არა, ცუდი ამბების წინ უსწრებს, აი თუნდაც იზოლაციონისტური პოლიტიკა. ხო, იმიტომ რომ ეკლესია, ქართული ეკლესია მერე გამოეყო, ხო, მსოფლიოს საეკლესიო კრებას, არ წავიდა კრეტის კრებაზე და ასე შემდეგ. და თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელიც ახლა კი ხშირად გხედავთ ეკრანებზე, მაგრამ მაშინაც წერდით წერილებს, რომელსაც ზოგს აქვეყნებდით, ზოგს არ აქვეყნებდით, ზოგი წიგნში შევიდა ყველა ერთად, რომელსაც არ მოგწონდათ ეს პოლიტიკა, ხო, ჩაკეტილობისკენ და იზოლაციონიზმისკენ მიდრეკილი. არ ვიცი, თქვენს გაქვთ თუ არა ეგ შეგრძნება, რომ რაღაცები ჯერ ეკლესიაში ხდება და მერე გადმოდის ქვეყნის პოლიტიკაში, თითქოს რაღაც სატესტო პოლიგონია თუ წინ უსწრებს, არ ვიცი, შეიძლება სხვანაირად აიხსნას, მაგრამ აი ეს იზოლაციონიზმი, რაც გაჩნდა ერშიც და ბერშიც, ხო? როგორ უყურებდით? თავიდანვე ესეც საფრთხეთ აღიქვამდით, როგორც მე დამრჩა შთაბეჭდილება ამ თქვენი წერილების და წიგნის წაკითხვის შემდეგ და აი როგორ ადევნებდით თვალს ამას ესეც რომ მოგვიყვეთ? პრინციპში 90-იანი წლებიდან იწყება ეს ამბავი, ხო? 90-იანი წლებიდან იწყება ეს. 97 წელს გრაცში ჩატარდა ეკუმენური კონფერენცია. ევროპის ეკლესიათა კონფერენციის მეორე ასამბლეა. აი მაშინაც უნდა წასულიყო საქართველოს დელეგაცია. მაგრამ აი სწორედ რო გითხარით, რომ ყველაზე ნიჭიერს, ყველაზე საღად თითქოს ნაკითხს, მაინცსა და მაინც მოახერხეს და ესენი დაუპირისპირეს პატრიარქს. აი საპატრიარქოს წინ მიტინგები ტარდებოდა. რომ არ წახვიდე თორე ჩვენ თურმე დავკარგავდით მართლმადიდებლობას, ჩვენ თურმე უკვე მორჩა საქართველოს რაღაც წყალდიდობა მოხდებოდა და საერთოდ წაგვლეკავდა და ბოლო ჟამი მოვიდოდა და რაღაცა. ესე იგი ისეთი ამბავი ხდებოდა, რომ პატრიარქი იძულებული გახდა და ვარი თქვა აი ამ კონფერენციაზე წასვლის. თვითონ უნდა წასულიყო? თვითონ აპირებდა წასვლას და რამდენიმე მღვდელმთავარი. პირველ რიგში მაშინ აფხაზეთის მიტროპოლიტი თუ მთავარეპისკოპოსი, ახლა ზუსტად რა წოდება ჰქონდა არ მახსოვს, მაგრამ იყო მეუფე დანიელი. და აი მეუფე დანიელი აი ვის უნდა ელაპარაკა იქ თუ არა მეუფე დანიელს რა ხდებოდა აფხაზეთში და ეს კონფერენციები განა მარტო ის არის რომ იქ ვთქვათ ლიტურგია და ეს ლიტურგია ჩატარდა ბოლოს და აღწერილიც მაქვს ჩემს წიგნში არაფერი არ იყო ყველა მერთავ თქვით მრწამსი ხელი ჩამოვართვით გადავკოცეთ ერთმანეთს მშვიდობა ვუსურვეთ და წამოვედით სახლში მანამდე იყო კონფერენციები და ყველა ეკლესიამ წარმოაჩინა ის პრობლემა, რა პრობლემაც ჰქონდა. და მეც ვილაპარაკე იმაზე, რა პრობლემის წინაშე იდგა ჩვენი ეკლესია.
სხვათა შორის მე ვილაპარაკე ორჯერ იქ. ერთხელ ვილაპარაკე 10,000-დან უფრო მეტი ფრაიჰაიცპლაცზე, თავისუფლების მოედანი ამ გრაცში. იქ გამოვედი და იქ ვილაპარაკე და მოვუწოდე, რომ ჩვენ აფხაზეთშია ესეთი პრობლემის წინაშე ვდგევართ და ილოცეთ ჩვენთვის და ამოგვიდექით გვერდით, აი ასეთი მოწოდებით. სულ 5 წუთიანი გამოსვლა მქონდა, მაგრამ შემდეგ მქონდა სწორედ ქალის როლი საქართველოს ეკლესიაში. ვის აწყობდა ჩვენი იზოლაცია? ვის არ უნდა გაეგო, რომ ჩვენ მქონდა პრობლემა, ვთქვათ, აფხაზეთის პრობლემა რო იდგა. თან იყო განყოფილება რაღაცა, რომელსაც ქვიოდა ხმა კონფლიქტური ზონიდან. თუ არა ჩვენ, თუ არა აფხაზეთის მიტროპოლიტს, ვის უნდა ელაპარაკა? მე კი ვილაპარაკე, მაგრამ აი მიტროპოლიტი რო ილაპარაკებდა, იქნება რაღაცა რეზოლუცია მიეღოთ, იქნება რაღაცა თვითონ პატრიარქიც ილაპარაკებდა, ყველაფერი გააკეთდა და ეხლა ვინ დამაჯერებს მე, რომ ეს არ იყო მართული გარედან და ეს არ იყო მართული რუსეთიდან, რატო ვინ დამაჯერებს, რატო დავიჯერო, ვის უნდა იქ ჩვენ ჩაკეტვა და იქ არ წასვლა. მეც ვერ წავიდოდი. მაგრამ მოხდა ის, რომ მე ხორ საბერძნეთში ვიყავი და იქ დოქტორანტურაში ვიყავი და ის ხალხი მე მიცნობდა და მეც გამომიგზავნეს მოწვევა და საპატრიარქოშიც გამოაგზავნეს, რომ კარგი იქნებაო, რომ თუ ტამარა იქნება აი ამ დელეგაციაში. რა თქმა უნდა, პატრიარქმა შემიყვანა მე ამ დელეგაციის სიაში, მაგრამ როცა დელეგაცია არ წავიდა, მე ხო ვერ წავიდოდი, მე ვისარგებლე შემთხვევით, რომ მქონდა პირადი მოწვევა და წავედი და ორი სიტყვაც ვთქვი. არაფერი ცუდი არ მომხდარა, მაგით მე მართლმადიდებლობა არ დამიკარგავს. იმის მერე მართლმადიდებლურ ეკლესიას ვემსახურე ძალიან მრავალი წელი და სხვათა შორის, აი პირველად ვამბობ ამას, მაგრამ ბევრი მოძღვარი ვერ მეტყვის, რომ ჩემზე მეტი აქვს გაკეთებული ეკლესიისთვის. ვერ დაიტრაბახებს. როდესაც ბევრი ხელისუფლების წარმომადგენელიც თავს რო იწონებენ და სულ რომ სანთლებით დგანან, ეგენი რომ სადღეგრძელოებს რო სვამდნენ საქართველოს სადღეგრძელოს და პატრიარქის სადღეგრძელოს ყანწებით, მე ვიჯექი და ღამეებს ვათენებდი და მის ტექსტებს წერდი, ხან ავტოკეფალიისათვის, ხან რა ვიცი, მე სხვადასხვა საკითხებისათვის. ამას მე ვაკეთებდი და ეგენი ყანწები ეჭირათ ხელში. საქართველოს სიყვარული მარტო სადღეგრძელოში არ არის, საქართველოს სიყვარული არის, რას გაიღებ შენ მისთვის. აი ამაშია და მე მიმაჩნია და მადლობელი ვარ პატრიარქის, სხვათა შორის, რომ მე დღეს ამაყივარ, მისი გაკეთებულია ეს საქმეები, მაგრამ მეც ხო ვედექი გვერდით, მეც ხო ვათენე ღამეები, მეც ხო ვწერე, მეც ხო ვთარგმნე, მეც ხომ რაღაცა წვლილი შევიტანე, ხო და ძალიან მეამაყება. ქალბატონ თავარ, მოგონი ბედნიერი ადამიანი ხართ, მაგრამ ეხლა რაც მაინტერესებდა ის სადღეგრძელოები რო ახსენეთ, გამიჩნდა იქ კითხვა, ალბათ თქვენ გარდა იმისა, რომ საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებდათ 40 წელზე მეტი ესეთი ახლო ურთიერთობა გქონდათ, მეგონი მეგობარიც კი შეიძლება ჩავთვალოთ, რომ იყავით, ხო? სიცოცხლეში სადღეგრძელოებს და ხელისუფლებას დიდი სანთლებით როგორ უყურებდა, ამაზე თუ მოგისმენიათ მისი აზრი? იცი რა არის, შეიძლება ჩვენ გარედან რაღაცეები არ მოგწონდა, ბევრისგან მომისმენია, ზედმეტია, ეს არის, ის არის. ნუ ეგ გამაგებინეთ, რა უნდა ექნა. არაფერსაც არ ამბობდა, მას ჰქონდა, აი, თურმე რაჭკვიანი ყოფილა, მას ჰქონდა მისი გესი. და მე უნდა მივიდე აი აქამდე. მე უნდა გავაკეთო ეს დანარჩენი. ირგვლივ თქვენ გინახავთ, მე მინახავ საბერძნეთში რო ვიყავი, გაუკრიტიკებიათ მთავარეპისკოპოსი, ან რომელიმე მღვდელმთავარი, ან რომელიმე ისა. იმ წუთში იმ მღვდელმთავარს პასუხი გაუცია, იმ წუთში იმ მოძღვარს პასუხი გაუცია. პატრიარქისგან პასუხი გაგიგიათ? ვინმეს პასუხი გასცა? პეტრემ საშინელებები რო ილაპარაკა, პასუხი გასცა? არ გაუცია.
პირიქით თურმე დაუბარებია, მოდიო და კიდე რაღაცა გზას ეძებდა, რომ მისთვის ეპატიებია, ხო? არავის არსებდა პასუხს, არაფერს ამას არ იმჩნევდა და ყოველთვის სხვათა შორის ამბობდა, რომ არ უყვარდა ძალიან თავმდაბალი ადამიანები. თვითონაც აი ვთქვათ, რომ დაჯდებოდა იქ მწყემსთან ერთად, იმ ყველასთან ძალიან უყვარდა ეს შრომელი ადამიანები, გლეხები, მწყემსები, ისინი ისე გაერეოდა ხანდახან, რომ გაყვებოდა, დაჯდებოდა, მაგრამ მე მგონი ძალიან კარგად გრძნობდა. ნუ ახლა ვიღაცა გაქებს, ვიღაცა გაგინებს, აი მაშინ მეც უბრაზობდი, მართლაც კაცო, როგორ შეიძლება ეს ანამდენი ქების მოსმენა, ანამდენი ლანძღვის მოსმენა, ან ერთხელ მოიღე ხმა, ან მეორეჯერ. არა, ჰქონდა თავისი გზა და მიუყვებოდა ამ გზას. ეს ყველაფერი რჩებოდა გვერდზე. და მე ეხლა ამდენი წელი დამჭირდა, თურმე ყოფილა ყველაზე მართალი. მართლა გეუბნებით. ეხლა მე მაგალითად რამდენი წელი მაქვს დარჩენილი, არ ვიცი, მაგრამ ერთადერთი რაც მინდა, აი ეს დაწყებული წიგნები დავამთავრო, ის არ დამრჩას დაუმთავრებელი და ვინც რა უნდა ისილაპარაკოს, ვინც რა უნდა ისამაგრეტიკოს. იმედია ბევრი წიგნი გაქვს დაწყებული, რომ ბევრ ხანს იცოცხლოთ. მე ჩემი საქმე მინდა, რომ დავამთავრო. მას ხო იმაზე მეტი ქონდა, ვიდრე მე მაქვს. მე რაღაცა 2 წიგნი მაქვს დასამთავრებელი, 3. მას რამდენი საქმე ქონდა და ყველაფერს რო გამოკიდებოდა, ყველაფერზე რო პასუხი გაეცა. არ ვიცი, მაშინ მოუნდებოდა ამ პოლემიკას. ვერ ხედავთ პოლიტიკაში რა ხდება, ერთმანეთის ლანძღვის მეტი არაფერი არ ისმის. მაგრამ მეორე მხრივ ეგ მისი სიჩუმე ხო და არ გამოხმაურება მტოვებდა ბევრი ინტერპრეტაციის, ბუნდოვანების, ყველას ვისაც რა უნდა და იმის აკრიტიკებდა ზოგი ძალიან ბევრი რა ვიცი აი იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრ რამეზე არ ვიცით ის რას ფიქრობდა ისე წავიდა საბოლოოდ ამ ხო ქვეყნიდან არ ვიცით მაგრამ შეიძლება მის ამ პოზიციებს საზოგადო ცხოვრებაში მეტი მკაფიოობა შემოეტანა მეტი მკაფიოობა ალბათ საჭირო იყო მაგრამ თუ შენ აი მაგალითად დამისვეს ერთხელ კითხვა აი მაშინ ეროვნული მოძრაობის დროს 90-იან წლებში უნდა მკაფიოთ ეთქვა აი ეთქვა მკაფიოთ და ვიცი რასაც იტყო და მკაფიოთ რა უნდა ეთქვა რა გაქვს ხელში ერთადერთი ტელევიზია ისიც ჩამქრალი ერთი მოამბე გაქვს ისიც ხელისუფლების ხელშია იარაღი არ გაქვს ჯარი არ გაქვს არაფერი არ გაქვს გამოდით ხალხნო რუსები ჩვენი მტრებია ეთქვა რას მოვიგებდით ყავდა 21-9 აპრილს ხო დახოცილი მერე მიტინგებზე არ ვიცი რამდენია კიდე სტატისტიკა რამდენიმე ერთი 1000-მდე დახოცილი გვეყოლებოდა 100-1000 დახოცილი ამას ვერ იტყვი, როცა შენ სიტყვას ამხელაფასია, ეს შეიძლება ვთქვა მე. ზოგი ამყვება, ზოგი არ ამყვება. როცა პატრიარქი ხარ და ამას ამბობ, ანუ შენ პასუხისმგებელი ხარ. ბოლო წლებშიც უნდა ეთქვა, ხო, ეთქვა. მე მაგალითად ხო როგორც არ შეეძლო, სულ ველოდებოდი ეკრანიდან, სულ მინდოდა რომ აი ეხლა იტყვის, მაგრამ ბოლო 2 წელიწადში მე მგონი მაგი ეკრანთანაც იყო საერთოდ, არ ვიცი. მე არ ვიცი ბოლო 2 წლის ამბავი. ხო, ეს საინტერესოა, მე სულ მაინტერესებს, რამდენდე იყო ქმედითი. მაგრამ მანამდე ქმედითი იყო 2017 წელს ეგ იყო ქმედითი და ქმედითზე უფრო ქმედითი. და დანიშნა მას არ ჭირდებოდა არც არავისი დახმარება. 2 ქორეპისკოპოსი ყავდა, აბა ქორეპისკოპოსი რისთვის ყავს პატრიარქს? ქორეპისკოპოს ერთი საქმე აქვს დავალებული, მეორე სხვა მხარე და მშვენივრად. ანუ მოსაყდრე არ ჭირდებოდა ამას ამბობ? არაფერში არ ჭირდებოდა. და მაშ რატო გამოაცხადა? ბატონო? რატო გამოაცხადა შია მოსაყდრეთ, თუ არ ჭირდებოდა? და რატო ხარ დარწმუნებული, რომ თავისინებით გამოაცხადა? ნუ მისი სიტყვა. მე არ ვარ დარწმუნებული. ხო თვითონ თქვა, არა, მე არ ვარ დარწმუნებული. მე რა ბევრი მეკამათება, ბევრ რაღაცეებზე, კიდე სხვა წლებზე და მეუბნება, არის ერთი ღვდელია თანაც და მელაპარაკება ის რატო არქვა, ის რატო არქნა, ეს რატო არქნა. ხო და ერთი მე მოგაბჯენ პისტოლეტს აი კეფაში და ერთი რას იტყვი და რას არ იტყვი მე გნახავ. აი ნუ თქვენ გაქვთ განცდა რომ იძულებით გამოაცხადა შიო მოსაყდრეთ? ყოველ შემთხვევაში მას არანაირი გასაჭირი არ ქონდა იმისა რომ შიო გამოეცხადებინა 2017 წელს. კაი 24 წელს მესმის 23-ში. აი 2017 წელს რაში ჭირდებოდა?
და რატო გამოცხადა მართლა პისტოლეტი მიაბჯინეს კეფაში? ეხლა ეს მხატვრული ნათქვამია, მაგრამ ვიღაცის ინტერესებში იყო ეს. ვიღაცის ინტერესებში იყო. მე თვითონ მეუფეშიოს არ ვადანაშაულებ. მეუფეშიო მეწოდება კიდევაც, მებრალება. იმიტომ რომ მას აკიდეს ამხელა ტვირთი. ძალიან დიდი ტვირთი აკიდეს, იმიტომ რომ თქვა და გახდა პატრიარქი. თქვა რა გგონიათ, ეს ხალხი მოისვენებს და არ დაიწყებს ამაზე ლაპარაკს. სუცხურში ამოვადენენ იმ მოსაყდრეობის 9 წელს. დღეს კი ბევრი აქებს, მაგრამ სულ მუდმივად ეს იქნება. მე მას არ ვურჩევ და არავის არაფერს არ ვურჩევ, მაგრამ მე პირადად მე ვარს ვიტყოდი. მაგის ადგილას. კი. ქალბატონო თამარ, ეს სურათი, რასაც თქვენ. იმიტომ რომ ეს არ არის კაცო ვიღაც ესე რანაირად შეიძლება ეს ხომ მთელი ცხოვრება გაყვება, მთელი ცხოვრება უნდა აყვედრონ, მთელი ცხოვრება უნდა წამოაძახონ. წამოაძახონ ის რომ დაინიშნა სხვების გავლენით. თქვენ გონიათ ახლა მარტო მე ვიძახი ამას. დღევანდელ პატრიარქს ძალიან დიდი ჯვარის ტვირთვა მოუწევს, არანაკლები ვიდრე ილიამ ზიდა. იმან სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირი ზეწოლა გაიარა, სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირად. ყველგან მაინც როგორც კარგმა, სხვათა შორის საჭათ მპყრობელს ეძახიან. ხო, ეკლესიის პატრიარქს მართველს. აი საჭათ მპყრობელი ის არის, რომ უნდა აი მიუხვიო, მოუხვიო, რაღაცა ისე უნდა გააკეთო. აი მეჩეჩებს, აი ზღვაში რომ მიდის, არ უნდა შეასკდე. არც შენ და არც შენი ხალხი. ამას ქვია გონიერი მმართველობა. ხო და თუ ვინმეს სხვის დასახელებას ჯობია თვითონ თქვან, მე ვარ ის, რომელიც თქვენ გაგიყვანთ, არ დაგაჯახებთ ამ მეჩეჩებს, მე გაგიყვანთ სამშვიდობოს და მე წაგიძღვებით ქრისტეს ეკლესიის სწორგზაზე, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ადვილი არ იქნება. ეხლა რატო არ იქნება? ჩვენ რომ ცხოვრობდეთ ნორმალურ ქვეყანაში. აი ისეთ ქვეყანაში, თუნდაც საბერძნეთში, ხო? პატრიარქობა შეიძლება იქ მთავარეპისკოპოსი იყავთ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ეკლესიის, თქვათ, მართველი, საჭადრაკოები. აი მისთვის ასეთი დიდი პრობლემები არ იქნება, ასეთი დიდი პრობლემები არ აქვს გადასაჭრელი. მაგრამ საქართველოში ეს არის შენი სიცოცხლე უნდა დაადო რისკზე. შენი ცხოვრება ან დარჩები, ну რა ვიცი, არაფრად და ან შეიძლება დარჩე გმირად. იმიტომ რომ ეხლა გადამწყვეტი მომენტია. ეხლა ჩვენ მარტო საქართველოსთვის არა, მთელი მსოფლიო ყირაზეა, მთელი მსოფლიო არეულია. ახლა სწორი გზის არჩევა მარტივი არ არის. არ არის და აი ამ პირობებში რომ შენი ხალხი სადმე უფსკრულში არ გადაჩეხო, ამას ძალიან დიდი გონიერება სჭირდება. ერთი სხვათა შორის პატრიარქის მოწინააღმდეგე ერთ-ერთი ეხლა წერდა. ეხლა გარდაცვალების შემდეგ ნეტა 20 წლით ახალგაზრდა იყვეს და ისე ვილია იყვესო. სასულიერო პირი? კი, როცა 20 წლის მანძილზე მარტო მის საყვედურს ლაპარაკობდა. ეს რო წავიკითხე გავგიჟდი. ეხლა ყავს 39 ეპისკოპოსი სინოდში და მათგან უნდა აირჩეს, ხო, პატრიარქი. აი თქვენ რო თქვით, რომ ან არაფერი იქნები, ან გმირიო, ხო? ამ 39-დან რამდენს აქვს არაფრობის და რამდენს გმირობის პოტენციალი? ვერ გეტყვით, იცით, ძნელია ამაზე ლაპარაკი. იმიტომ რომ ადამიანი თვითონ თუ არ ჩაუფიქრდა თავის თავს, რა შეუძლია, ჩაფიქრებასაც ხო უნარი უნდა და მაგ კითხვის გაჩენას. ჩაფიქრებასაც უნარი უნდა. და ისაც და შენ თავის გვერდიდან შეხედვასაც ხო, რა რისი ძალა გაქვს, რას გაწვდები. ზოგს ძალიან ზედმეტი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. ზოგს თქვათ პირიქით, შეიძლება მეტია და რაღაცა ზედმეტად მას თავს ვერ მორიდებულია და ვერ გზნობს. ამიტომ მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. მაგრამ
მე მოვუწოდებ სხვისი დასახელება კი არა გამოვიდეს, აი რა კარგი იქნება ერთ-ერთი რომ გამოვიდეს და რო თქვას, აი მე ვარ ხალხო ამ გზის გამგზელებელი. რომლისგან მოისმენდით ამას? ნებისმიერისგან მოვისმენდი, თუ კი შეასრულებდა, თუ მომატყუებდა, რაღაცა არა, მაგრამ თუ შეასრულებდა თავს გადადებდა კი. კიდე რა მინდა იცით, რომ მომავალი პატრიარქისგან მინდა, რომ ეს ხალხი დაიცვას ფანატიზმისგან. იმიტომ რომ თუ ფანატიზმზე საშინელი არაფერი არ არის. ურწმუნოება ჯობია ფანატიზმს. ჯობია ურწმუნო იყოს ადამიანი ვიდრე იმიტომ რომ ფანატიკოსმა აი იმას ავიწყდება რომ ქრისტე სიყვარულია, რომ ქრისტე არ გაძლევს ქრისტიანული სარწმუნოება იმის საშუალებას, რომ სხვას ავნო, თუ ფანატიზმში გადავიდა, კაცსაც მოკლავს. აი იგივე ქრისტიანი დამიჯერეთ, იმიტომ რომ ფანატიზმზე საშინელი არაფერი არ არის. გვაქვს ხო ფანატიზმის საფრთხე? მე კი რაღაცა ნიშნები ჩანს და თუნდაც ახლა ღმერთმა აცხონოს ეს მამა ნიკოლოზი რამხელა მრევლი ყავდა, ხო ნახეთ, აი სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა. აი ეს ხალხი ახლა ფაქტობრივად ხო აი არ არიან მასე აი სწორ ქრისტიანულ გზაზე, მაგრამ ასევე შეიძლება ჩვენს ეკლესიაში ვიღაცა გამოეყოს კი არა, იქვე იყვეს და მაინც ფანატიკოსები გამოზარდოს, მაინც ფანატიკოსები თავისი მრევლი ფანატიზმით და მაგისი მაგალითები გვყავს ძალიან. აბა ისინი ახლა 17 აპრილი რომ მოხდა, 17 მაისი ხო უკაცრავად. ხო, აი ესენი რომ მოხდა, განსაკუთრებით ეს 5 ივნისი. ნუ ახლა ესე გამეტება ადამიანის, ესე ცემა, რომ მე სიკვდილამდე მიყვანა და ღდელი რომელიც გამოდის და იძალადე რო იძახის, ახლა ის ქრისტიანია? ის ქიფურიშვილი არ არის გასაჩერებელი ეკლესიაში. ის უნდა გახადო, იმას უნდა ანაფორა. როცა ღდელი იტყვის იძალადე სიტყვას და არ იტყვის გიყვარდეთ ერთმანეთი, აი ამის ნაცვლად იძალადეს რომ იტყვის, იმას ანაფორა აღარ უნდა ეცვას. და ესეც ხო 9 აპრილი არ იყო, აი ამაზე რატოა და არ იყო ძალიან უძლური 2013-ში, ხო? აი ამაზე რატო არ მოვისმინეთ? რატო არ ნახეთ? 2013-ში მოხდა, გააკეთა არც განცხადება მოვისმინეთ, არც არავინ გადაუყენებია. რომ აი მე გეტყვით, სულაც არ მეშინია. ეს მომართული არის მართლმადიდებელ მამათა კავშირი. ყველა მათი წარმომადგენელი იყო იმ 5 ივნისს. ხო, მაგრამ პატრიარქი რატო არ იყო? რატო აძლევდა საშუალებას ამ მოძრაობას, რომელიც 10 წლეულებია უკვე დათარეშობს სხვადასხვა მისიით, ხო? 90-იან წლებში, 90 აი მითხარით, როდესაც საქართველოს ეკლესიას ყავს პატრიარქი, ყავს ამდენი ეპისკოპოსი, 46 იყვნენ, ახლა 39-ზე ჩამოვიდა, ხო? ამდენი სასულიერო პირი, 3000-ზე მეტი. მაინტერესებს რა უნდა მართლმადიდებელ მამათა კავშირი, რატო უნდა შეიქმნეს? მართლმადიდებელ მამათა? შობელთა. ხო, აი რატო უნდა შეიქმნას? რა საკონტროლო, პატრიარქს აკონტროლებენ, მეუფეებს აკონტროლებენ, ვის აკონტროლებენ? აი ახლა მომკალი და ეს არის გარედან დაფინანსებული, გარედან ინსპირირებული. და როცა შენ იცი, ამის უკან რა დგას და ვინ დგას, ძალიან ძნელია. ხო, მაგრამ მეორე მხრივ იყო პატრიარქის უდიდესი ავტორიტეტი და სიტყვის ძალა, ხო? ხო, მაგრამ აბა მითხარით, ეხლა ეგენი მოვლენ და მე დამიწყებენ, შენ რას ქვია, ჩემი სახელი ახსენეო. და რანაირად არ ვახსენო, მითხარი, როდესაც პატრიარქი და პრეზიდენტი ეპატიჟება რომის პაპს. ჩამოდის იოანე მეორე, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმული, რა ვიცი, ჩამოდის ერთი დღით, ორით, მეტით ხომ არა. და პატრიარქი სტუმარია. აეროპორტის გზაზე რო ხვდები, პლაკატებით, რატო ჩამოხვედი და სალანძღავის სიტყვებით. შენ პატრიარქის ერთგული ხარ, შენ საქართველოს ეკლესიის ერთგული ხარ. აი ახლა მითხარით, აი, როდესაც აი ესეთ რაღაცებს აკეთებ
და როდესაც მსოფლიო პატრიარქს, ისიც ხო კათოლიკე არ არის, როცა მსოფლიო პატრიარქს ვიღაცა ღვთელი რაზმაძე, გიორგი რაზმაძე. ფონიჭალიდან. ავჭალიდან. ამას უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს მსოფლიო პატრიარქს, რომელიც გვერდში გიდგას, რომელიც ყოველნაირად ხელს გიწყობს ყველაფერში. მტერი ხარ, აბა რა ხარ? მტერი ხო ხარ? ამას არ ვაყენებ. ხო და გეი, მეც გული მტკივა. ძალიან სუდროში ვარ, მიჭირს ყველაფერში გამართლება. მიჭირს, მეც ბევრამეში, ამიტომაც მომდიოდა ჩხუბი, ამიტომაც ხო, ბევრი ჩხუბი ისა ვარ. ხშირად ჩხუბობდით, ხო? ხშირად. და თითქმის რა ვიცი დარჩავინ მე ამიტომ მომდიოდა ჩხუბი რომ თუ ხარ ეკლესიის ერთგული ამას არ უნდა აკეთებდე როგორღა მეუბნები რომ შენ პატრიარქი გიყვარს კაცო სტუმარ მასპინძელი ხო გაქვს საკითხული სკოლაში მაინც დღეს სტუმარია ეს ჩემი თუნ ზღვა ემართო სისხლისა რანაირად შეგიძლია პატრიარქის სტუმარი შეურაცხო გამაგებინე ერთი დღე ორი დღე რა უნდა გააკეთოს ამ რომის პაპმა ორ დღეში საქართველოში მისთანა რომ თავდაყირა დაგიყენო შენ მართლმადიდებელი ეკლესია და თუ კი ამის გამკეთებელია შენი პატრიარქი რო იწვევს იგი შენ პატრიარქს აყენებ შეურაცხყოფა ანუ მტერი ყოფილა საქართველოს პატრიარქი საქართველოს ეკლესიის მტერი ყოფილა ხო ქალბატონო თამა, იცით რა მაინტერესებს? ახლა თქვენ როგორ სურათსაც ხატავთ პატრიარქის, გამოდის რომ ის ერთი მხრივ იყო გავლენიანი, ბევრისთვის საყვარელი, ხალხთან ახლოს მყოფი ადამიანი, მაგრამ მეორე მხრივ რიგი პროცესები მიდიოდა მისგან გვერდისავლით, იმიტომ რომ აი გრადში არ წავიდა დანიელიც არ გაუშვა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს აძლევდა თარეშის უფლებას. კი ბატონო, მან იცოდა სად მიდიოდა და ცდილობდა იქ მისულიყო, მაგრამ გარშემო ბევრი რაღაცა ხდებოდა. ისე რომელშიც მას ჩემი აღქმით შეეძლო ქონოდა გავლენა, მაგრამ არ ერეოდა და აი ეს როგორ ხდება, რომ ეს უდიდესი გავლენის და ავტორიტეტის მქონე კაცი უდიდესი გავლენის და ავტორიტეტის იყო ჩემთვის, თქვენთვის იმ ხალხისთვის, ვინც გააცილა და უანგაროდ 7 და 10 საათი იდგა მისთვის იყო ისინი, იმიტომ რომ ვინც პატიოსანია და ვინც გაყიდული არ არის, იმათვის ავტორიტეტი იყო და აი მითხარი, მე თავში არ მომივიდოდა ეგეთი კავშირი შექმნა. ანუ როცა ქმნი ამ კავშირს, მაშინვე უპირისპირდები შენს ეკლესიას, ხო? მაშინვე უპირისპირდები და თქვა რა გონიათ, მაგათ თავიანთი მფარველი მღვდელმთავრები ყავდათ აქ საქართველოში. და იმით უკან კიდე ვინ იდგა? და რა ექნა ამ კაცს? ერთი ხარ და მე გეტყვით კიდე 1000 კაცი ტრიალებდა იქ. დღეს შეიძლება 100 კაცი შესულიყო და გამოსულიყო. და ყველა რაღაცას მიიღებდა მისგან სხვა რო არაფერი ლოცვა კურთხევას მიიღებდა მაგრამ თვითონ იყო მარტო მისთვის არავის არ უკითხავს შენ გინდა რამე გინდა აი რაღაცა ერთი სანუგეშო სიტყვა მასაც ის სხვა ადამიანი იყო კაცო ქრისტე იყო ღმერთი და ადამიანი ხო და აი გამაგებინეთ ამას არ ჭირდებოდა ერთი სანუგეშო სიტყვა და ეს რატო ხდებოდა არ ფიქრობდნენ მასე არ უყვარდა თან როგორც მას უყვარდა ადამიანები როგორც თქვენ აღწერთ ძალიან ბევრს უყვარდა მეც მიყვარდა მაგრამ მე რა შევძელი კაცო ქრისტეს იუდა ყავდა და ამას 1000 იუდა ყავდა და იცით რაზე მაინტერესებს კიდე თქვენი აზრი და მგონია რომ ერთ-ერთი ადამიანი ხართ ვისგან შეიძლება სიმართლესთან ახლოს მყოფი პასუხი მოვისმინო იმიტომ რომ არ გეშინიათ ეს სიმართლის დანახვის ხო თუ ჩვენ დაუშვებთ იმას რომ პატრიარქი როცა გახდა პატრიარქი იყო ჯერ კიდე საბჭოთა კავშირი მას ჰქონდა რუსული გავლენები განათლება ასე შემდეგ და ნუ საბჭოთა კავშირისთვის მისაღები კანდიდატი იყო პატრიარქის რანგში ხო და მე რაც მოხდა
რასაც უყურებთ, რომ აი თუ ამ ლოგიკას გავყვებით, რომ თვითონ პრორუსული ძალები ან გარე ძალები რუსოფილს ეძახიან. არა, გარე ძალები, გარედან მართული ძალები აწყობენ ამ ქვეყანაში ისეთ რაღაცებს, რაც მის წისქვილზე წყალს არ ასხამს, ხო, ამ ქვეყნის წისქვილზე და ამ ეკლესიის იმიჯზე არ მოქმედებს კარგად, ხო? რა გამოვიდა, რომ რაღაცა დროს ის აღარ იყო რუსეთისთვის ხელსაყრელი კანდიდატი? არა, მე ხომ გითხარით, რუსეთისთვის რა დროიდან აღარ იყო? ავტოკეფალიის მერე. ვიღეთ მერე, ეგ უკვე სასურველი აღარ იყო. მაგათ მიხვდნენ, იცოდნენ. და მან იცოდა რა რისკს ემიდიოდა ავტოკეფალიის მიღებით? იცოდა. შეგუებული იყო ამას ყველაფერს. იმ მოღალატეებსაც შეგუებული იყო. აი ზუსტად იმაში როა ლოცვაში ღმერთო შეუნდე არიციან რას იქმანო, აი ეგრე. თქვათ იმათ მიმართაც რასიზამ ადამიანია. შეცდა, შეეშალა. მე არ ვარ ეგეთი. არა, ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ვინცაც შეეშალა, იმან პასუხიც უნდა აგოს. მე ასე მიმაჩნია, მაგრამ მე ხო პატრიარქი არ ვარ და ვერც გავხდები. და ქალბატონ თამარ, იმ წლებში ავტოკეფალიის მოპოვებამდე, სანამ მას ჰქონდა, ის იყო საბჭოთა კავშირისთვის მისაღები საქართველოს პატრიარქის პოსტზე, ხო? აი ეს მხარდაჭერა თუ ჩარევა, რაში გამოიხატებოდა, იმიტომ რომ თქვენ ხო, აი ამ პირველ წლებში მას ცოტა ხალხი ყავდა გარშემო და ერთ-ერთი იყავით თქვენ, ხო? ცოტა ხალხი ყავდა. აი თუ ხილული იყო ეს ამბავი. ახლა მე ხო ამდენი წელი ნეტო პატრიარქს რო ეგეთი კომაგი ვყავდი, ალბათ ვერ წარმოიდგენდა, იმიტომ რომ ჩემ ჩხუბების მეტი არაფერი უნახავს. ეხლა რომ ტელევიზორში გამოვჩნდი ასა ხშირად და ვსაუბრობ, დამირეკა ერთმა ადამიანმა და მეუბნება, ქალბატონო თამარო, თქვენ მე არ მიცნობთ, მაგრამ მე თქვენ გიცნობ და თან ძალიან დიდი ხანია. და ვიმბრძანდებით მეთქი და მოკლედ დამისახელა ხა არ აქვს მნიშვნელობა და მეო თქვენო იცითო გიცნობთო მეო სიონის მრევლი ვიყავიო და იმ 80-იან წლებშიო თქვენ რო იქო თარჯიმნობდითო ახლა თქვენო ყველა მთელს მრევლს ხო არ გეცოდინებოდა და ჩვენ ყველა გიცნობდითო სულ ამბიონზე იდექითო და ისა და როგორ არ გიცნობდითო და აიო, ზაფხული იყო და იქო პანჩატურის ქვემოთ ვიჯექითო და მოვიდაო დამისახელა ადამიანი და მოვდიოდნენ ისაო და კაცო როგორ მოვიშოროთ ეს თამრიკო მესხი, როგორ მოვიშოროთ სანამ ეს აქ იქნება ჩვენ ავტოკეფალი არ გვეღირსება. ეს სულ ბერძნებზე მუშაობს. ამას სულ იქეთ მიაქვს რაღაცა ამბები. ეს არის 80-იანი წლების ამბავი. და რო აღვადგინე რაც აღმიწერა, ეს იყო 83 წელი. ანუ მისული ვარ 3 წლის, 4 წლის მისული ვარ და ვარ ერთი 25 წლის გოგო. და თურმე რეები ტრიალებს ჩემს ირგვლივ და რო იცოდეთო მისახელებს და ძალიან ცუდად ვიყავით თქვენს მიმართ განწყობილებიო. იმიტომ რომ სულ გვეგონეთო რომ თქვენო ამ ეკლესიის, მოკლედ ეკლესიის მტრად აღმიქვამდნენ თურმე. და რატო არ გაგიჩნდათ ის მეთქი რა ქვია აზრად რომ თუ ასეთი ვიყავი გავენ თავისუფლებიე, გავეშვი. რა უნდა და ჩემს განთავისუფლებას დღეს ვარ თანამშრომელი ხვალ არ ხარ. მორჩა რა ხო და ნუ რა ჩვენც ახალგაზრდები ვიყავითო და ამდენზე არ გვიფიქრიაო და ერთი სიტყვით და ეხლა რო წარმოვიდგინე და მერე ჩემი კონფლიქტები რაც წარმოვიდგინე იქ ყველა ინსპირირებული იყო რატომ აი იმიტომ რომ მას არ უნდა ყოლოდა დასაყრდენი ძალა ძალიან ბევრი ეხლა მივხვდეს იგი რამდენი წელი დამჭირდა და მივხვდი რომ ეს კარგი კადრი რო იყო რატო გაუჩინარდა ის აი ასე ქმნიდნენ რომ კი არ გაგიშვებდნენ კი არ გეტყოდნენ შენ წადი არა ისე გაიძულებდნენ რომ შენ თვითონ წამოსულიყავი იმდენ შეურაცხყოფას მოგაყენებდნენ ან რაღაცა ისე მოიქცეოდნენ რომ
შენ თვითონ გადაწყვეტდი, რომ არ მინდა კაცო ახლა ერთხელ მესროლონ ტყვია და მომკლან მირჩევნია, ვიდრე ყოველდღე ვთქვათ შოვრაწყობა მომაყენონ. ასე ჩამოაშორეს თუ ვინმე და იცით პირველ წლებში რამდენი კარგი ადამიანი მოვიდა და რამდენი გაუკეთებდა საქმეს ყოველგვარი ანგარების გარეშე, ყოველგვარი იმის გარეშე, აი გულანთებულები. აი მე უბრალოდ მართლა მაგრად გავუძელი. მართლა მაგრად გავუძელი, იმიტომ რომ ამას მეუბნება ეხლა ადამიანი და გაოცებული ვარ და ისედაც ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ ეს ინსპირირებული იყო ის კონფლიქტები, მაგრამ ეხლა მით უფრო აღარ მეპარება ეჭვი. ქალბატონო თამარ, გულუბრყვილად ვიკითხავ. აი, მთელი ამ ჩამოშორებების არსი რა იყო, რომ ის ყოფილიყო სუსტი, თუ მისი საკადრო პოლიტიკა ყოფილიყო გარედან კონტროლირებული, თუ მას მუდმივად ქონოდა იმის შეგრძნება, რომ თავისუფალი არ არის მის ქმედებებში. ის იყო, რომ დაესუსტებინათ, რომ მისი გეგმები ვერ განეხორციელებინა. ეხლა მარტო ადამიანი რანაირად გააკეთებ, რაც გააკეთა, მე მიკვირს როგორ გააკეთა. მართლა მიკვირს. იმიტომ რომ როცა ერთი ადამიანი მარტო ძალიან ძნელია, როცა ერთგული ადამიანები არ გყავს, როცა ამ საქმეში ხო უნდა დაავალო, ხო უნდა გააკეთო. აი ეს უცხოეთთან ურთიერთობა, დალაგება ამ ურთიერთობების გინდაც აქ ამდენი ჟურნალის გამოცემა, სკოლების დაარსება, უნივერსიტეტის დაარსება, ამას თქვენ გონიათ ახლა ამას ვინმეს ეს უხაროდა? ხო, მაგრამ არ უხაროდა და მით უფრო იმ 80-იან წლებში კი მაგათ ეგონათ, რომ წამოვიდა, მათი კადრია, ისაქნა, ესაც რამდენადაც შეეძლო. რა თქმა უნდა, გულს არ ტკენდა, ჩამოდიოდნენ, კარგად მასპინძლობდა, კარგად ხვდებოდა ისა, მაგრამ თავის საქმეს მაინც აკეთებდა თავის საქმეს. ეხლა არის ნიუანსები, რისი თქმაც არ შეიძლება, ეხლა არ უნდათ ეს ჩვენ დალაგებული ურთიერთობები. მსოფლიო პატრიარქი 87 წელს რო ჩამოვიდა, თქვენ გონიათ ეს გაუხარდათ? ჩამოვიდა და ნებისმიერი დელეგაცია, რომელიც ჩამოდიოდა, იმას რუსი თარჯიმანიც მოყვებოდა. უბრალოდ არ ერეოდნენ, ისხდნენ და მიირთმევდნენ ამ კაისუფლებზე და იმას, რა ქვია, არ ერეოდნენ, მაგრამ ამბავი ხო მიქონდათ, კაცო, რაზე იყო ლაპარაკი, რა იყო ეს ყველაფერი კონტროლდებოდა. არც საბჭოთა კავშირის დროს ნუ წარმოიდგენთ, რომ ჩამოვიდა და ისეთი თავისუფალი იყო. არც ერთი დღე არ ყოფილა თავისუფალი. და აი ეს არათავისუფლება რა. როცა მიიღო, არც არავის არ ეგონა, მით უფრო რუსეთს, რომ ჩვენ ავტოკეფალიას მივიღებდით. იმიტომ რომ იწელებოდა. პირველივე დღიდან დაიწყო და გაიწელა და ეგონა და თქვენ წარმოიდგინოთ, რომ მათი მღვდელმთავრებიც კი კონფერენციებზე საყვედურობდნენ, აი თქვენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია რო არ აღიარეთ და ამას მინუსში უთვლიდან, მაგრამ როცა აღიარეს, მაშინ გაგიჟდნენ. აი ეს არათავისუფლება, რომ აი პირველივე დღიდან არ იყო თავისუფალი. აი რაში გამოიხატებოდა მის ყოველდღიურ საქმიანობაში თუ ურთიერთობებში? ურთიერთობებში ახლა აი თხოვდნენ კონკრეტული ხალხი დაენიშნა მღვდლად, რაღაცა გაეკეთებინა, რაღაცა არ გაეკეთებინა. აი თქვენ რაში გრძნობდით, რომ რაღაცის გამო აკეთებდა? ყველაფერში იყო, ელემენტარულ პატარა საკითხებშიც კი იყო და ნებისმიერი თანამშრომელის უნდა გეთანამშრომლა სხვა რო არაფერი ის რწმუნებული რო იყო რელიგიის რწმუნებულის აპარატთან. შენ ვალდებული იყავი, რომ ვთქვათ რაღაცა ჩამოვიდა დელეგაცია და იქ რაღაცა უნდა ის გექნა ინფორმაცია მიგეწოდებია. ეს თქვენს მე არ გამიკეთებია არასდროს, იმიტომაც არ ვიყავი სასურველი არასდროს. მე არასოდეს არ გამიკეთებია. იმიტომ რომ თხოვდნენ თუ გადარჩით ამ მოთხოვნას? იყო შემთხვევა, როდესაც დამიბარეს
და როდესაც მითხრეს და როცა და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ვინც დამიბარა, ადრე ბევრჯერ მყავდა ნანახი. მოდიოდა სიონშიც, ეკლესიაშიც, საქმეზე ვიცოდი, ვინც იყო, რასაც წარმოადგენდა, მოადგილი იყო ერთ-ერთი. ხო და რომ მივედი, როცა დამიბარა, რომ მივედი, შარვალ კოსტუმში კი არ დამხვდა. საიმაში, ფორმაში და პაგონებით. ანუ რა გამიკეთა ამით? რომ შენ ხარ ეხლა სახელმწიფოს წინაშე. მე ისა და აი რომ დამიწყო ლაპარაკი, მაშინ ვუთხარი, რომ რაო, რაღაცაზე რო უთხარი არამეთქი მე ეს არ შემიძლია, იმიტომ რომ მე რასაც ვთარგმნი ეკლესიაში იწერება, ამბიონზეა, კაბინეტშია, გარეთ არის და ახლა მე ხალი ვარ მეთქი, ტუალეტში ხوار შევყვები მაგათ, მე რა ვიცი მეთქი, ვინ რაზე და არც არაფერი აუ ლაპარაკის შინაარსი აინტერესებდა? შინაარსი და მე რა შემიძლია მეთქი. არო, ბევრი რამე შეგიძლიაო და აიო შენაო უნდაო ასო ყოველთვის და არა მეთქი, მე ვთხარ მაგას მირჩევნია წავიდე. არ შემიძლია. ყველაფერი გესმით, ყველაფერს ისმენთ. მეტი რა გითხრათ მეთქი და რაო, ახლა მე ცუდი კაცი ვარო, ესაო ახლა ესო და კი მეთქი, არა მეთქი, მე ვთხარ, თქვენ რო ეგ ფორმა გაცვიათ, მე ეს უკვე იმაზე მიმანიშნებს, რომ ჩემს წინ უკვე სახელმწიფოა, მე ვიცი, ვინ ხარ და მე უნდა მოვზომო ჩემი ლაპარაკი მეთქი. ჩამაცვით ეგეთი ფორმა მეთქი, გამიკეთეთ ეს პაგონები, მე არ ვიცი, ეს ბიჭებმა იცია ვინ ჯარშია ნამყოფი, რა პაგონები გიკეთია და კი მეთქი, არ ვიტყვი საქართველოს, ჩვენო საქართველოსთვის მუშაობთ. მასე მეთქი, მეც ვიმუშაებ, მაგრამ მე კაბით ვიარო და კაპაგონებიანი საქმე ვაკეთო, ამას არ გავაკეთებ. ეს რომელი წელი იყო? ეს იყო 82 ალბათ. ნუ თავშივე, მალე. თავშივე. ანუ ეს იყო ფაქტობრივად თანამშრომლობის შემოთავაზება, რომ გამოიტანე ინფორმაცია შიგნიდან. ხო და ეხლა ეს იყო. SMS-ით, ეს იყო. ხო. ხო და ეხლა მითხარ, მე თუ შემემთხვა, სხვას არ ეკნებოდა. და არ იყო კონტროლის ქვეშ. აი თქვენ რო ამბობთ, რომ მარტო იყო და ერთგული ადამიანები და სანდო, ვინ საქმის გამო შეიძლება მის გარშემო ყოფილიყო, ნელ-ნელა ჩამოაცალეს. მეც ჩამომაცლიდნენ. არ იყო სხვა სპეციალისტი. არ არსებობდა. არავინ არ გამაჩერებდა იქ. არავინ დამიჯერეთ. სადაც 83 წელს თურმე დადიოდნენ და ეს ქალი როგორ მოვიშოროთო და ორჯერ, სამჯერ მიიყვანეს ხანს ვინ. ერთხელ ისა ძალიან კარგი გოგო იყო, დროებით იყო ჩამოსული აქ, კარგი სპეციალისტი მოსკოვიდან. ის მიუყვანეს. რომ ესო ამანო უკეთესად იცისო და ეს დანიშნოთ ამრიკო გაუშვითო და პატრიარქმა კაცო ეგო წავაო ხვალო და მე რა ვქნაო. კბილით მიცავდა, იმიტომ რომ არ მყავს სხვა. და ის რომ მე არ მიშვებდნენ, თვითონ დადიოდა, ხო? აუცილებელი იყო, იმიტომ რომ კი არა რომ დასეირნობდა, როცა პატრიარქად აგირჩევენ, აუცილებელი ხარ შენც ჩახვიდე ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში, გაეცნო იმ ეკლესიას, მათ პრობლემებს, თვითონ იქ აურ მდელმთავრებს, სინოდს, რო კონტაქტის დამყარება შეგეძლოს. ასე დაიწყო კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი, ყველა მოიარა. მე არსად არ გამიშვეს. მე ხო ფეხი არ გამიდგია. სანამ არ დაინგრა საბჭოთა კავშირი, მე ხო ფეხი არ გამიდგია. მე უბრალოდ ვთარგმნიდი, ვაკეთებდი, ვშრომობდი. მე ისიც კი მითხრა იმ ფორმიანმა კაცმა. შენაო ძალიან რო გინდაო იმ საბერძნეთში წასვლა, მარტო რუკაზე გეცოდინება საბერძნეთიო. ვერასოდეს ფეხს ვერ ჩადგამო და მე ვუთხარი, კი ბატონო მეთქი, მე ვუთხარი, ცხოვრების მთელი არსი და აზრი საბერძნეთში მოხვედრაზე ხო არ არის მეთქი, წიგნები მაქვს ბევრი საბერძნეთზე და წავიკითხავ. ეს გაბრაზებულმა გითხრათ უარის მერე? ხო. ვერასოდეს ვერ ჩადგამ ფეხსო. რამდენჯერ ჩადგით იმის მერე? უამრავჯერ და სხვათა შორის ძალიან ცუდად იყო, ბოლოს შემხვდა. ცოცხალია ჯერ კიდე? არა. ხო და საბოლოო ჯამში მაინც კაი კაცი დარჩა. არ იტყვით ვინ იყო? არა, არ ვიტყვი.
უნივერსიტეტში მიტინგი იყო და იქიდან მივდიოდი სახლისკენ. ვაკეში ცხოვრობდი მაშინ და ეს ჯოხით გადამიგი ჭრაგსა და მეო ვიციო შენო მწყევლიო მომიტანეს ამბავიო. ხო და არ ვარ მე ცუდი კაციო. ხო და ხო ვერ ვეთყოდი არა მეთქი. ხო და ანუ მართალი იყო რო წყევლით. კი. ხო და ერთხელ ძალიან გამომწერა და იმიტომ იმ დღეს ძალიან ხმამაღლა ხო და აიო ჩემს ადგილზე რო სხვა ყოფილიყო შენ შეიძლება ცოცხალიც არ ყოფილიყავია. და დავჭყდე თვალები და რანაირად მეთქი და რა არაფერი გადასასვლელზე გაკრავდა ერთი მანქანა და დამთავრდებოდა ყველაფერი. ეხლა რომ ვფიქრდები, მართლა შეიძლება და მომხდარიყო ესეთი რამე. და ბოლოს ისიც მითხრა, არ გეგონო შენზე მეტად ვინმეს პატივშცემდე იქაო. ყველაზე მეტად შენ მომწონხარ, ყველაზე მეტად შენ გცემ პატივსო, იმიტომ რომ ძალიან ღირსეულად აკეთებ შენ საქმესო. ქალბატონო თამარ, აი ესეთი ერთგული ხალხი საქმის და ხო პრინციპში საქმის და საკუთარი სინდისის ალბათ. რამდენი დარჩა საბოლოო ჯამში ბოლო წლებში პატრიარქს? იცი რა არის ახლა ძალიან ბევრი იძახის მიყვარს პატრიარქი, პატრიარქის სიყვარული არ არის ეს რომ მე ახლა ამდენი არასდროს პატრიარქზე არ მილაპარაკია. ასე ქადაგად არ დავარდნილ ვარ, არ დამიწყია, ნეტა თვითონ აი ერთხელ არ მოусმენია ჩემგან ამდენი ისა. და მოდი ვთქვათ, მაშ ქადაგად რატო დავარდით? რამ გადაგაწყვეტინათ, რომ აი ეხა იმაზეც ვილაპარაკებ, რა კარგი კაცი იყო ილია მეორე. იმიტომ რომ აი როგორც თქვენ რამდენჯერმე თქვით, როცა ყოველდღიური ურთიერთობა ქონდა ჩხუბობდით, ხო? რუსეთუმე არის და რუსეთის და საიდან არის რუსეთუმე, როცა არაფრისგან ყველაფერი დაგიტოვა, აგიშენა, გაგიმშვენა. როდესაც ყველაფერი ქართულია იქ დაწყებული, ხატები გინდა, ჯერ გალობა, ჯერ აღადგინა, კაცო, ერთი მგალობელი არ იყო ტაძარში, ამდენი ქართული ხატები, ან ეს მინანქრის ხელოვნება, ან სხვა ქრისტიანული ხელოვნების დარგები, ის რომ შენ დღეს აი ამ სოფლიოში ყველა ნებისმიერ ეკლესიაში მიგესვლება და პატივისცემით ღებულობენ, ესეც მისი გაკეთებულია, თავისით არ მოსულა. მე მისი მეშინი არ მინდა რომ დაინგრეს. გუშინ ვუღურე ესა ხაინდრავა რო იძახის, ბოლოს და ბოლოს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდესო ამ ევროპაზე ლაპარაკიო. არ მინდა ამათ ხაინდრავებად ვიქცეთ. არ უნდა დამთავრდეს. იმიტომ რომ ჩვენ ნებისმიერ ეკლესიაში ისე კი არ მივდივართ, რომ აი რაღაცა არა თანასწორთა შორის ხდებიან. ძალიან დიდი პატივისცემით ხდებიან. ეს არ უნდა ჩამოვანგრიოთ. ამისი ხელახლა აშენება შეუძლებელი იქნება. ეს უნდა გავაგრძელოთ. მომავალმა პატრიარქმა ეს უნდა დაისახოს მიზნად, რომ ეს აწყობილი საგარეო ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს. ქალბატონო თამარ, არსებული პოლიტიკური საგარეო კურსის პირობებში რამდენად შესაძლებელი გონიათ, რომ პატრიარქმა ვინც არ უნდა იყოს ის შეძლოს დაიცვას ეკლესიის, არ ვიცი, პროდასავლური კურსი. პირველ რიგში უნდა გააკეთოს ის, რომ რელს უნდა ჩააგონოს თავში, რო გვჭირდება პროდასავლური კურსი. და პირველ რიგში არ უნდა მისცეს გასაქანი იმათ, ვინც ვთქვათ ევროპას და დასავლეთს გვიხატავს რაღაცა საშინელებად და გარყვნილებად. და მერე უკვე თუ ამას მოახერხებს, ეგ არის, მთავარია მრევლი დააყენო ამ ჭკუაზე და მერე უკვე შეძლებს, იმიტომ რომ იქ გზა გაკაფულია, იქ უკვე ყველა ხელგაშლილი გელოდება. ხო, მაგრამ ამას ხომ სურვილთან ერთად სითამამეც უნდა, იმიტომ რომ გამოდის, რომ ყოველ შემთხვევაში ეხლა მაინც როცა ეს ხელისუფლება გვყავს, რომელსაც ღიად აქვს შეწყვეტილი ევროკავშირთან დაახლოების პროცესი, მის წინააღმდეგ მიდიხარ, ხო, თუ მრევლს ამას ეუბნები? ამიტომაც ვთქვი მე, რომ
დღევანდელ ახლა რო პატრიარქი მოვა, ბევრ რაღაცაზე ხო ხედავ თქვენ მეკითხები და მე ვეცადე ამეხსნა, რატომა და თან უკვე ძალიან დაუძლურებული იყო, ვერც მოთხოვდი და ბევრმა ამით ისარგებლა. ამას ახალ პატრიარქს არავინ არ შეარჩენს. ამ საკითხებზე სიჩუმეს. არავინ არ წარმოიდგინოთ, აღარაფერი აღარ იქნება ისე, როგორც ძველად იყო. პატრიარქმა იმდენი რამე გააკეთა და ისეთი სიყვარული დათესა, რომ მას ზოგიერთ საკითხზე ვთქვათ რეაგირება რო არ ქონდა, ან თავს იკავებდა, ბევრი რაღაცა მიზეზის გამო და ობიექტურ მიზეზის გამო ამაზე ბრევლიც თვალს ხუჭავდა და ნახე როგორ გააცილა. განა არის რაღაცაზე იქ ბევრი იყო ისეთიც, რომელსაც თქვათ არ მოსწონდა ეკლესიის ბოლოდროინდელი დუმილი, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მივიდა, მაინც მოიხადა თავისი ვალი და მის სიყვარულს ეს არ შეეხო. ეხლანდელ პატრიარქს ძალიან რთული ის ელოდება, არავინ არ შეარჩენს, არავინ არ აპატიებს იმას, დუმილს მოუწევს ყველაფერზე პასუხის გაცემა, აუცილებლად. ამიტომ ვთქვი მე, რომ ჩაეკითხონ თავიანთ თავს, არიან მზად ამხელა ტვირთის, ამხელა ჯვარის ასაღებად, აი რომელიც არის მზად ამხელა ჯვარის ატვირთავად, აი იმან თქვას, რომ მე მინდა პატრიარქობა. ეკლესია არ უნდა გადაიქცეს პანაშვიდების და სულთათანას გადასახდელად, არა. ეკლესია მკვდრების არ არის მარტო, ეკლესია ცოცხალი ადამიანებისთვის არის. ცოცხალ ადამიანებს უნდა წარუძღვეს წინ, ეს არის ეკლესიის დანიშნულება. ცხადი არც მკვდარი უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ახლა შენ წინა პლანზე მე სულთათანა ისაქნა და პანაშვიდი, ესე აღარ გამოვა. წავიდა ის დრო 50 წლის წინ როგორც იმართებოდა ეკლესია, დღეს ხელოვნური ინტელექტის პირობებში ისე ხო ვეღარ მართავ ეკლესიას. ეხლა ხო უნდა აუწყო, სხვათა შორის ევროპაში და მართლმადიდებულ სამყაროში სულ სხვანაირად უყურებენ. ეხლა მე მახსოვს პატრიარქი რომ თეატრში დადიოდა და მოსწონდა ეს და გამოჩნდნენ კრიტიკოსები, როგორ შეიძლება პატრიარქი თეატრში და ესა და ისა და იონე ოქროპირის რაღაც ამონარიდი ქონდათ თხზულებიდან, რომ აი თეატრში სიარულია, ცოდვა და ეს არის და ის არის. კი, მართლა აქვს იონე ოქროპირს ამას დაწერილი, მაგრამ შენ ეხლა ის დროა უკვე, მივიდა უკვე აქამდე, ახლა არა 1-20-25 წელია. უკვე ამაზე რომ იმ ძველი მამების ნაშრომების ინტერპრეტაციას აკეთებენ. ის რო გეუბნება, რომ თეატრში არ წახვიდე, მაშინდელი თეატრი რა იყო? ეს იყო თეატრონი, იპოდრომის ესა, თეატრონი, სადაც დაბლა, ვთქვათ, მახსოვს ერთი ადგილი მაქვს საკითხული, დაწვებოდნენ რომ მსახიობებიო, ზემოდანო ხორბალი გადააყარესო, რაღაცა და მიუსიეს ბატები, აკენკეს ბატებმა და დარჩა 2 შიშველი სხეული. ახლა აქ არ წახვიდეო, თუ მოუწოდა იონე ოქროპირმა მართალიც იყო. ეს რასანახაობა, ეს თეატრია, ეს ხო სპექტაკლი არ არის, ეს ხო არის ფაქტობრივად, არაფერი. ხო, მაგრამ ნორმალური სპექტაკლი, ნორმალური თეატრი, რომელიც შენი ცხოვრების პრობლემებს გამოიტანს, სოციალური იქნება, კულტურული თუ რაც იქნება და სცენაზე ამას დაგანახებს. ეგეთი თეატრი საჭირო ანტიკურ პერიოდში, კაცო, სულის კათარზისი იყო თეატრი, ხო, ახლა და იმიტომ თქვას, რომ აი იმ წლებში იმად გადაიქცა და იქ მართლა არ უნდა წახვიდე, რა გინდა, მაგრამ ნამდვილ თეატრში იქ უნდა იარო ადამიანმა. და ამ მამების ნაზრებს, ამ მამების ნაშრომებს, აი ესეთი ინტერპრეტაცია ჭირდება. განა უნდა დავივიწყოთ, კი არ უნდა გადავყაროთ, უნდა თანამედროვეობას მიუსადაგოთ.
ქალბატონო თავარ, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ქართული ეკლესიის ცხოვრებაში მგონია, რომ იყო 97 წელი, როდესაც საქართველო გამოვიდა მსოფლიო ეკლესიის საბჭოდან და ევროპის ეკლესიათა კონფერენციიდან. არ ვიცი სწორი აღქმა მაქვს თუ არა, მაგრამ მგონია, რომ ეს ნაბიჯი გარკვეულწილად გავს იმას, რაც ვნახეთ 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც საქართველოს მთავრობამ თქვა, რომ წყვეტდა ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკას, ხო, 28 წლამდე. სწორი შეფასებაა თუ არა ეგ და რას ნიშნავდა მაშინ ეს გადაწყვეტილება ეკლესიისთვის? სწორად მიგიგნია და მიხარია, ნეტავ ყველა ასე სწორად ხვდებოდეს იმ პროცესებს, როგორც თქვენ მიმხდარხართ. ესე იგი, ყველაფერი ჯერ ხდება ეკლესიაში და მერე ხდება ერში. რატომ არის შეტევა ეკლესიაზე? იმიტომ, რომ ეკლესია არის მთავარი, იქ ტესტავენ, იქ ყეთდება, იქ გამოუვათ, ესე იგი გამოუვათ სხვაგანაც. 97 წელს რა მოხდებოდა, რომ ჩასულიყო საქართველოს ეკლესიის დელეგაცია? მართლა რა, მართლა დავკარგავდით მართლმადიდებლობას, მართლა ის წარღვნა მოხდებოდა და საქართველო აღიგვებოდა კბილისაგან მიწისა? არა წყობდათ, ხო? გამოვედით, დავტოვეთ, არც ერთი, არც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრი ვართ, არც ევროპის კონფერენციის წევრი ვართ. და მე უკვე კრეტის კრებაზეც აღარ წავედით. კრეტის კრებაზეც ხო არ წავედით. ხო და ეხლა, ხო ხედავთ, ახლა ეკლესიურად ჩამოგვაშორეს ევროპას, მთლიანად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ახლა გამოგვიცხადეს, რომ არ გვინდა ევროპა. არ მივდივართ ევროპისკენ, რომ თურმე ევროპაში ისა რა ქვია გარყვნილება და ისა. ამ დროს რა ვიცი, ძალიან კარგად არიან, ამ თვითონ ყველაფერი ევროპული უნდა, ჩასაცმელიც, მანქანებიც, სახლებიც, ევრორემონტები უნდათ, ხო, სახლებში. მაგრამ ევროპა არ უნდათ ამ ხალხისთვის. იცით რატომ არ უნდათ? იმიტომ არ უნდათ, რომ ჯერ ეს ერთი ზეწოლა არის. აი ახლა ხო ნახეთ ზახაროვამ თქვა, თქვენ თუ ევროკავშირში შეხვდათ, მე ხო ზღაპარს არ ყვები, მაშინ ჩვენო უკვე მეგობართა სიიდან ამოგიღებთ და რომელი მეგობარია? აფხაზეთი ჩამომართვა, სამაჩაბლო ჩამომართვა და ამას ქვია მეგობარი? ამას რანაირი მეგობარი ქვია? ამდენი წელია, ამის 30 წელი გავიდა, მაგათ თუ საქართველოსთან ურთიერთობა უნდა, რატომ ვერ შეძლო ვერც ერთმა ხელისუფლებამ დალაგება? შევარდნაძე ესეთი კარგი სააკავშიროს უწინვებენ დიპლომატიას, რომ ისა შევარდნაძეზე კარგი დიპლომატი, რა გამოუვიდა შევარდნაძეს? არაფერი. ახლანდელი ყველაფერზე თავს უქნევენ, რა გამოდის? არაფერი. მაგათ უნდათ ყველაფერი მე როგორც გეტყვი, მე როგორც გიბრძანებ, მე როგორც მაწყობს ესე, საქართველოს ინტერესი საერთოდ არ უნდა დაიცვა და ესე არ გამოვა. ეხლა არაო, ევროპაში არ გვინდაო. ანუ რაც ხდება, აი თუ გაადევნებს ადამიანი თვალს, რა ხდება ეკლესიაში, იგივე ხდება, ვთქვათ, ერის ცხოვრებაში. იგივე ხდება სახელმწიფო სტრუქტურებში. ხო, მაგრამ შეიძლება ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ვთქვათ, რომ 97-ში თუ დავტოვეთ ეს უწყებები და უარი ვთქვით მათში მონაწილეობას და მე უკვე 2016-ში ამ მსოფლიო კრებაზეც აღარ წავედით კრეტაში და ეს ჩაითვლება, რომ გამოუვიდა მტერს და გარეძალას ის, რაც უნდოდა ეკლესიაში, სახელმწიფოშიც გამოუვა ეს 2024 წლის განცხადების გაგრძელება. და რატომ არ გამოუვა? აი რატომ არ გამოუვა? აი ჯარი ყავს, თავდაცვის აგრე კაცო ჯარი ისა თურმე ესპანეთში სახლებს ყიდულობდა იმის ნაცვლად, რომ ჯარისკაცებისთვის აღჭურვილობა ეყიდა და რატომ არ გამოუვა? აი რა შეუშლის ხელს? მაშინ რა ეფუძნება თქვენი კეთილი სურვილი იმის შესახებ, რომ შემდეგმა პატრიარქმა ეს დანატოვარი, რაც არის კარგი დიპლომატიური ურთიერთობები და საქართველოს ეკლესიის ადგილი მართლმადიდებლურ სამყაროში არ დაკარგოს? ეს არის ჩემი სურვილი, რამდენად გააკეთებს და შეძლებს, ეს კიდე სხვა საკითხია.
მე არ მოუწოდებ ახალ პატრიარქს კონფრონტაციისთვის. პირიქით, ძალიან მინდა ნეტავ ეგ იყოს ის პატრიარქი, ვინც შეძლებს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, მაგრამ რა ვიცი, ახლა ილია მეორემ თუ ვერ შეძლო რუსეთთან ესა დალაგება, ეხლა შემდგომი პატრიარქი როგორ დაალაგებს, არ ვიცი. მაგრამ ძალიან მინდა, არა მარტო ესა ეკლესიამ, მე მინდა ხელისუფლებამაც დაალაგოს რუსეთთან. გაირკვას ბოლოს და ბოლოს. მე არ ვარ წინააღმდეგი დიალოგის, დაიწყოს ეს დიალოგი ამ რუსეთთან. ბოლოს და ბოლოს სადღაც მივიდეთ, იმიტომ რომ თუ არ დაიწყება ეს და ნუ რამდენი ხანია მე მახსოვს კატარში რო იყო ისა რა ქვია ღარიბაშვილი იქ ჟურნალისტი ეკითხებოდა რომ თქვენო როგორ ფიქრობთო ამისო მოგვარებასო და აი ამ რუსეთთან საკითხისო და დიალოგითო და ამითო და დაიწყეთ უკვე და არა ჯერ არ დაგვიწყიაო 12 წელი არ დაგიწყია აბა როდის იწყებ ამ დიალოგს ეხა უკვე 14 ხო და როდის იწყებ დაგეწყო ეს 12 წელი რა სურდა აი ახლა 14-ია უკვე რას ელოდები არავინ არ არის გარანტია ესე ვინ მოგცემს გარანტიას რომ ჩვენ მშვიდობა გვექნება და ქართული ოცნების მოცემული გარანტია არ არის საკმარისი თქვენთვის. ამ ხელისუფლებიდან ვერ ვხედავ და მე საერთოდ სახელმწიფო მქონდა თუ არა დღემდე ვერ გავიგე. თუ კი პრემიერ-მინისტრი დამნაშავეა და ციხეში ზის, თუ კი თავდაცვის მინისტრი დამნაშავეა და ციხეში ზის, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ციხეში ზის, კიდევ ვიღაცა ციხეში ზის, ხვალ ზეგ იქ რიჟვაზემ აგერ რაღაცა ზღვაში კუნძულს მიშენებს, თურმე ზღვაში კუნძულს მიშენებენ, ბავშვებისთვის წამალს ვერ ყიდულობენ. ეს სახელმწიფოა? პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი აბა ვინაა სახელმწიფო? ეს ხალხი. ხო და მეკითხებით, ეხლა უნდა საყვედურიც გითხრათ და სულ ილიაბაზე მეკითხებით, რატომ არ თქვა, რატომ ხმარ მოიღო, რატომ ეს და გადავყევი იმის ახსნას, რომ რატომ. აი იმიტომ რომ ისიც ხედავდა ალბათ, რომ სახელმწიფო არ გვაქვს. ხო, მაგრამ ის ხომ მასპინძლობდა ამ ხალხს. მასპინძლობდა, ეხლა რა ექნა? მასპინძლობით, ახლა მეც უმასპინძლებ, მოვიდეს, რომელიც უნდა ერთ ჩიქაღავას დავალევინებ. და კიდე ესეთ ლექციას საუბრობ. ნახოთ, ალბათ მიიღებენ ამ მოწვევას. ქალბატონ თამარ, ამ ბოლოს ამას კითხავთ, სწორედ მე რომ გადავხედე, მართალია წერილებს ბევრად ადრე პერიოდიდან წერდით იმაზე რა არ მოგწონდათ ეკლესიაში და რას მიიჩნევდით საგანგაშო სიმპტომებად, მაგრამ ესეთი ტელევიზიაში გამოჩენა, თქვენი აზრის დაფიქსირება, როცა საჭიროდ ჩათვალეთ, იყო მე მგონი კარტოგრაფების საქმე, ხო? ეს საქმე მას შემდეგ ცოტა დრო გავიდა, მაგრამ იმდენმა პოლიტიკურმა ბატალიებმა ჩაიარა, რომ დიდად აღარ ახსოვს მე მგონი, თუმცა ამ ორ ადამიანს კვლავ აქვს ბრალდებული სტატუსი, ძიმე ბრალდებით, მოკლედ სამშობლოს ღალატზე, ხო? და ეკლესია იყო მაშინ ჩართული ამ სულ სისხლის სამართლის საქმეში. არ დავიცავ მაინც სიფრთხილეს და ვიტყვი, იმიტომ რომ აქტიურად ვაშუქებდით ამ ამბავს და ძალიან პრობლემური იყო მოკლედ ეს საქმე. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ეკლესიასთვის ესეთი დარტყმა არც ერთ სხვა ხელისუფლებას არ მიუყენებია, რაც ამ ბოლო წლებში მოხდაო. აი ბოლო წლების ბატალიებიდან რას თვლით ყველაზე დამაზიანებლად პოლიტიკური ამბებიდან, რაშიც გარეული იყო ეკლესიის და მორწმუნე ხალხის ინტერესებისთვის. გარეჯის საქმეში მთლიანად ეკლესია არ იყო. ეს იყო მამა კირიონი, რომელიც იყო გარეჯის მონასტერში, ხო? და დღემდე შოკირებული ვარ მისი სიტყვით, რატომ ადრე არ განაცხადე თუ ასე იყო და ჯოკერად ვინახავდიო. საბოლოოდ თვითონ აღმოჩნდა ჯოკერი ღარიბაშვილის ხელში. დღეს რომ გელათი ამ დღეშია, იქ არის ეგეც კომისიის თავმჯდომარე და მე ეხლა როგორც კი იქნება ახალი პატრიარქი, უნდა მოვუწოდო, რომ მამა კირიონი მოაშორო ნიქაურობას და საერთოდ ამ გელათს დავანებოთ თავი ის ნაცია, ის ქოცია. კი ბატონო, ებრძოლონ ერთმანეთი და ლანძღონ ერთმანეთი. მე პოლიტიკა ეკყოფილა ერთმანეთის ლანძღვა, მეტი არაფერი. დავანებოთ და სპეციალისტები შევაგროვოთ, იყვნენ ნაცები, იყვნენ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები,
ისინი ვინც შეძლეს და ბაგრატი ასე მშვენივრად აღადგინეს გადასცენ იმათ და დაამთავრებინ და თავზე ნუ დაგვამხობენ გელათსაც, თავზე ნუ დაგვამხობენ ჯვარს, თავზე ნუ დაგვამხობენ სვეტიცხოველს, სადაც ისევ წყალი ჩამოდის და იქაც ფრესკები ფუჭდება. ჯერ მარტო ეს სადარდებელი, ეს მოკლავდა ილია მეოროს, მეტი არაფერი არ, ეს საკმარისი იყო მისასიკვდილოდ. და ეხლა 93 კი იცოცხლა, მაგრამ აი მე მგონია 103 წელიწადს იცოცხლებ და ცოტა უკეთესი პირობები რო ქონოდა. ნახდათ. იმიტომ რომ ამას რო ხედავ და თან ძალა რო არ შეგწევს, რომ რაღაცა გააკეთო. იცი რა, როცა ახალგაზრდა ხარ და შეგიძლია სხვა არის და ხედავ რომ ეს შენი ნალოლიავები ინგრევა და შენამდე რომელი საუკუნის აშენებული და ამის კეთების თავი არ გაქვს, ეს მოგკლავს, აბა რას გიზამს. და კირიონმა უნდა დაანებოს იქაურობას თავი და თავისინებით კი არა, აი ეხლა როგორც კი შეიცვლება ეგ სიტუაცია, კირიონი უნდა მოშორდეს. წავიდეს რომელიღაცა მონასტერში, მე არ მაინტერესებს და იცხოვროს იქ. ეს ერთი. მერე მეორე, არ ვიცი, აი რა მათკინა ყველაზე მეტად გულიო. იცით რა, გამოვდივართ დღეს მოქალაქეები და ვიძახით. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ყველაზე დიდი უსამართლობა უმადურობა. რა გაუკეთა პეტრემ პატრიარქს? ამაზე დიდი უმადურობა შეიძლება? აი რაც პეტრემ გააკეთა ამას და კიდევ მას მისცა საშუალება თურმე მისივე ინტერვიუდან ჩანს, რომ კიდე ამ დაუძლურებულმა, ამ მოხუცმა კაცმა რომ მოდიო, მისულიყო, იქნებათ რა უნდოდა, დალაპარაკებოდა, ულტიმატები აღმადგინე ჩემს ეპარქიაში. აი რომ მისულიყო, აღადგენდა კიდევაც, რო იცოდე, დარწმუნებული ვარ, მე ვიცი მისი ხასიათი, ჩემზე კარგად არავინ არ იცნობს. ეხლა სამუდამოდ დაკარგული აქვს ის ეპარქია. არავითარ შემთხვევაში, არც ერთი მღვდელმთავარი არ იქნება თანახმა, რომ პეტრე ისევ ჭყონდიდელი გახდეს. პეტრეს მაგანცხადების ქვეტექსტი კი არა და მიზანი რა იყო თქვენი აზრით მაშინ? იცით რა, ერთხელ მე მკითხა ერთმა მისმა მხარდამჭერმა, რომ ესა ამის შესახებ ვთქვათ, ჯერ ეს ერთი როცა მწყობრიდან გამოდიხარ ადამიანი, რაც შიგნით გაქვს, მე შეიძლება მეც გამოვდივარ მწყობრიდან და ერთადერთი ხმას ვუწევ, თორე კი არ ვბილწ სიტყვაობ. აი ეხლა ინტერვიუშიც ხმას ვუწევ, მაგრამ ბილწი სიტყვებს არ ვლაპარაკობ. აი ასე პეტრეს შეეძლო ეყვირა განერვიულებულზე რაღაცა ეთქვა, მაგრამ ისი ბინძური არ ეთქვა. დავუშვათ, რო თქვა, მას ქონდა რამდენი წელი, ეს მოხდა როდის, რამდენი წელია მას შეეძლო ეთქვა, რომ ცხელგულზე რა ვთქვი, არ ვიცი, აი გავითიშე, გამოვდა, არ არის ეს ხალხო სიმართლე, მე რაღაცა მისა, დღეს იგივეს იმეორებს. ამიტომ მე მგონია, რომ პეტრემ ვიღაცის დავალებას ასრულებს. პეტრემ ვიღაცის დავალება და ეს ვიღაც არის მტერი საქართველოს ეკლესიის, მთლიანად საქართველოსი. და ეს რაც პეტრემ თქვა და რაც მძიმე ამბავი აღმოჩნდა ეკლესიისთვის, ხო? მარტო ეგ მოკლავდა, მეტი რა თუნდოდა? არა, ეს ტრიალებდა, ხო, ეკლესიის, არ ვიცი, რაღაცა წიაღში ეს მოსაზრება და მან გაახმოვანა. თუ ეს არ იყო ეგ ტრიალებდა ვიღაცების ირგვლივ და არა პატრიარქის მიმართ. იყო ერთი შიო იყო ეპისკოპოსი და იმან დაწერა, რომ აიო სოდომის ცოდვა ეკლესიაში და თქვენ ფარველობ და ასე შვებით და ისე შვებით და რაღაცა და ეს ულტიმატუმი წამოუყენეს პატრიარქს. ეს ცოდვა რაც გაჩნდა კაცობრიობა არსებობს. ვერავინ ვერ მეტყვის, რომ ეგ მარტო ჩვენს ეკლესიაშია და ყველგან არის. აბსოლუტურად ყველგან. ხო და სხვა ეკლესიებშიც არის და
იგივე იმ ათონის მთაზე თავს რო იკლავენ, იქაც არის. ბევრჯერ გასკდა ეგეთი სკანდალი. ხო, მაგრამ იქ ის შიო არ შეგვეშალოს ამაში, აი ის მაშინდელი 80-იან წლებში. ის იმას არ წერს თვითონ მასზე პატრიარქზე, ის წერს ზოგადად, რომ ეგეთი ცოდვა ტრიალებს და შენ ამას ყურადღებას მოკლედ არ დამფარველობდა რაღაცა. ეს ამოქეკა პეტრემ და რო ამოქეკა მე მაინც 30 წელია ეკლესიაში, ეხლა გაიგო ეგ ამბავი? და მანამდე პატრიარქისთან რო იყო ჩაცუცქული იქა პუდელივით, ფეხებთან და ყველაფერი რო გამოწოვა, ყველანაირი ის რომ მიიღო. და პეტრი ეხლა რისი და ჭყონდიდელი რომ გახდა იქა და იმით რომ ამაყობს რომ იქ თურმე მოვლილი ქონია, მილიონები მომეცი და მეც ავაშენებ რაღაცებს და მეც მოვახერხებ ამას. მე ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ პეტრე უნდოდა იმას ამხედრა პატრიარქის მიმართ იმან ვისაც უნდოდა ეკლესიის ზიანი. მაშინ ესე ვიკითხავ, შინ თუ გარეთ? ორივე ერთად არ გამორიცხავს, ერთიც და მეორეც და მე გეტყვით კიდე. არ გამიკვირდება საერთოდ ამ პატრიარქის ირგვლივ თვითონ რასაც წერს, ხო დაწერა ერთხელ არ გადადგაო, მეორეჯერ არ გადადგა, მესამეჯერ, ესე იგი ამ 9 წელიწადში ამ კაცს რამდენი რამე გადაუტანია ამ სიბერეში. აი შეიძლება აი საცოდაობა მომკლა, რომ თურმე შედიოდნენ და ეუბნებოდნენ, ჯერ ჩხარტიშვილი შევიდაო, გახარია შევიდაო, ანუ ხელისუფლება ცალკე თხოვდა, ბიზნესმენები ცალკე თხოვდნენ, პეტრე ცალკე ულტიმატუმებს უყენებდნენ. ესენი ერთმანეთთან იქნებიან დაკავშირებული. თქვენ რა გონიათ და მაგათ უკან კიდევ სხვა იქნება. სულ არ გამიკვირდება ეგ რომ რუსეთიდანაც მოდიოდეს. აეჩქარებოდათ ამ კაცის მოშორება, ეჩქარებოდათ. რატომ? თვითონ კი აღარაფერი შეეძლო, მაგრამ მისი ავტორიტეტი უშლიდათ ხელს. ეს ავტორიტეტი ვერ გადახარშეს, ვერ შეელია, ვერ მოერიან ამ ავტორიტეტს. ეს ერთი. მერე მეორე, ჩხარტიშვილს რაღა უნდოდა? ანუ მან ბიზნესებიც იყო. მე ახლა გეუბნებით, მან ბიზნეს ინტერესებიც იყო. თქვენ მე წეღან მკითხეთ. რა ვიციო, მე მადა გაეხსნა საპატრიარქოს და იღებდაო. მეც ესე მეგონა და ერთ დღეს ვეკითხები. უცმედეს მეთქი, აი ამდენი მიწები, ამდენი ისინი, რად გვინდა მეთქი, აი რისი მომლელები ვართ მეთქი. და აი რად გინდათ რომ იმატებთ, რაღაცა არა ლამაზი ხალხიც ვერ იგებს მეთქი და თამრიკო, ეხლა ისეთი სიტუაცია ამ გლობალიზაციის პერიოდშიო. ხო ხედავ როგორი მიგრაციებია, ვისაო, ადვილიაო, უცხოელები ჩამოდიან, ყიდულობენო და ეკლესიის სახელზე რო იქნება ვერ გაყიდიანო. ამიტომ იმატებ და კალთასაფარებ და ვერ გაყიდიანო. და ბოლოს რა ქნეს, რო ვერ გაყიდიან, აი მაინტერესებს ის გრწანისის ტყეპარკი. ხო გადასცა თურმე სააკაშვილმა გასხვისების უფლების გარეშე. როგორ აღმოჩნდა ამ ხელში? რომ გაუცვალეს ბობოყვათის რეზიდენციაში. ახლა მე მჯერა ამისი, რომ პატრიარქი დახარბდა ბობოყვათის რეზიდენციას და მთელი გრწანისის ტყეპარკი მისცა. ანუ უნდოდათ ეს ბიზნესისთვის. იმიტომ რომ არაბები ჩამოეყვანათ, იმიტომ რომ გაყიდონ. ხო და ამიტომ იყვნენ ჩართული, ამიტომ უნდოდათ სიკვდილი ამ კაცის, ამიტომ არ უნდოდათ ეს კაცი, ვეღარ აკეთებდა საქმეს, მაგრამ მოშორება უნდოდათ ჩქარა, უფრო ადვილად დაალაგებენ სხვა პატრიარქთან. ამდენს იმიტომ ვლაპარაკობ და ძალიან კარგი მადლობელი ვარ, რომ ეგეთი მწვავე კითხვები დამისვით და იძულებული გამხადეთ, რომ ეს ბევრი რაღაცა ისეთი მეთქვა, რისი თქმასაც არ ვაპირებდი. აი ამდენ სასტუმროს რო აშენებენ, რა თმინდა ის სასტუმრო, მე მაქვს საშუალება, რომ რომელიმე სასტუმროში დავჯავშნო, ადგილი წავიდე და დავისვენო, რომელ ქართველსა აქვს. გარდა იმ 5%-ისა და 10%-ისა გასულუქებული რო არიან და ხვალ რო ციხეში ამოყოფენ თავს. ქალბატონო თამარ, რა მერჩევა გააქვთ ახალ პატრიარქზე, ვინც არ უნდა იყოს? აი ეგ არის. აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა. ნუ დახარბდება, ნურც იმ სასახლეს გამშვენებულს, ნუ დახარბდება ტიტულს, მიტრას, წოდებას
დღეს არ ვართ ჩვენ იმ სიტუაციაში, რომ მშვიდად დაჯდეს თავის სამწყოსთან ერთად და მწყემსოს ლიტურგია ჩაატაროს. დღეს პატრიარქი გვჭირდება, თან პატრიარქი უნდა იყოს, თან დიდი პოლიტიკოსი უნდა იყოს, თან რისკზეც უნდა წავიდეს. უნდა წავიდეს. ილია რო ვერ მიდიოდა ბევრჯერ რისკზე და ვერ ამბობდა, აქვს იმას გამართლება, იმიტომ რომ არსად არ ვეწერეთ. არსად. არავინ არ იცოდა ჩვენი არსებობა. მე საბერძნეთში დავიღალე გერმანელები ვიღაცა შვეიცარიელს შემხვდებოდნენ და ვხაზავდი შავ რუკას, შავ ზღვას, კასპიის ზღვას და აი ეს ვარ მეთქი, ქართველი აქედან ვარ მეთქი. ეხლა აღარ არის, საქართველოს ყველა მიცის სად არის, როგორ არის, რა ქვეყანა არის. დღეს ევროკაპ გეუბნება, მოდი, აგერ ვარ. ეს არ უთქვამს მაშინ. 90-იან წლებში რომ იგივე ყოფილიყო, იტყოდა ილია მეორე, წავედით ევროპაში. ნამდვილად იტყოდა. და ბოლოსაც იმასაც გეტყვი. ერთხელ მოვიდნენ და ესეთი გაკვირვებული ჟურნალისტი იყო შვეიცარიიდან და ეკითხება, რომ აი ეკლესიაო პოლიტიკა 90 წელია. ხო და ეკლესიაო არ ერედებაო პოლიტიკაშიო და გაგიჟდა ეს ჟურნალისტი და ესე იგი გაუგნებული დარჩა და რანაირადო ესე გამოსდა რომ გამოვდიოდი თუ კაბინეტიდან უთხარი მაგასა ეკლესია ამის ქმნის პოლიტიკისათვის ძალიან კაი პასუხია. ძალიან კაი პასუხია. ხო და როდ გავედით მერე იქ ვერ უთხრა მაგრამ მე ხო მენდო და ესე და რომ გამოვედით გარეთ და გაქოთქოთებს ახლა ეს ჟურნალისტი რომ რა თქვა უკაცო როგორ შეიძლება ეკლესია პოლიტიკაში არ ეროდეს ხო მეთქი მაგრამ იცით რა მოგადევნათ მეთქი რომ ეკლესია ამის ქმნის პოლიტიკისთვის მეთქი ამაზე გაგიჟდა და სხვათა შორის ეს სტატია დაბეჭდა რომ ეკლესია ქმნის ამის პოლიტიკისთვის საინტერესოა ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი და როგორ გაართმევს თავს იმ ამოცანებს რაც აქვს მაგრამ მე მგონი დიდია ცდუნება იმის რომ არა გმირის მანტია არამედ მემკვიდრეობის ნამცეცები მიიღოს ულუფად არა ვერ გადაივლის ეს წინასწარ მინდა რომ იცოდეს დიდი მადლობა ხალბატონო თამარ მე მაყურებლისთვის მაინც ვიტყვი რომ ილია მეორე მოახერხა რომ 1000-ობით თუ 10000-ობით და 100000-ობით მომხრესთან ერთად ყავს ბევრი გულდაწყვეტილი ადამიანიც რომლებსაც აქვთ თავიანთი არგუმენტები და არ ვიცი ეს დრო რამდენად არის შესაბამისი მაგაზე სალაპარაკოთ მაგრამ მაინც უმინდა ხოლმე რომ მაგ ხალხის უკმაყოფილებაც არ დაგვავიწყდეს იმიტომ რომ მაინც ყველა ადამიანს აქვს თავისი სიმართლე ხო მის უკმაყოფილსაც და მისი უკმაყოფილოსაც, თუმცა ხა ძალიან საინტერესოა ვინ იქნება მისი შემდეგი პატრიარქი და დიდი მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის. ხო, ვინც უკმაყოფილოა, არა მეც, აი ნახავთ, ყველაფერი შედარებითია. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ის სანატრებელი და ნახოთ, მადლობა.